მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დილის ლაივი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. თქვენთვის და მთელი კვირის განმავლობაში ვეცადეთ, რომ საინტერესო ამბები მოგვეტანა თქვენთვის. დღეს გადაცემას გავუძღვებით მე და ჩემი ანა ზაქაშვილი. ანა, მოგესალმები. დილა მშვიდობის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. კი ბატონო, მიხარია რომ გვერდს მიმშვენებთ. ასევე და დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, ჩვენი ხატია შაბუდია ევროპებში მოგზაურობს და მოვიკითხავ აქედან და რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მეც და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება მომდევნო შაბათ-კვირას უკვე შეხვდება თავის მონატრებულ მაყურებელს და ჩემო ანავ როგორც ყოველთვის შენ ასე ვთქვათ გვავნებიურებ ხოლმე ამინდის პროგნოზით. კი ბატონო, დილას ვიწყებთ ამინდის პროგნოზით. არა, რა თქმა უნდა, არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი და გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზით. დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობში ღამით +9-დან +14 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +20-+25 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა +13-დან +18 გრადუსამდე დათბება, ღამით კი +8-+13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით ნავარაუდები და ასევე ელოდებიან სეტყვასაც. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით +9-დან +14 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +23-+28 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +5-დან +10 გრადუსამდე დათბება, დღისით +18-+23 გრადუსი იქნება. გადავიდეთ ქალაქებზე და დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 18 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდები. ზუგდიდში კი ჰაერი 24 გრადუსამდე დათბება, აქაც მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები. ფოთში კი დღისით ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება და აქაც დღე უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში დღეს 25 გრადუსი არის ნავარაუდები, აქაც მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები, ხოლო ქობულეთში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დათბება და გაწვიმდება ქობულეთში. რაც შეეხება ბათუმს, აქაც წვიმიანი ამინდი არის ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დათბება, ახალციხეში კი 23 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. ქუთაისში დღეს მზე გამოანათებს, ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე დათბება, მესტიაში კი 18 გრადუსი და ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდები. ამბროლაურში დღისით ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება, ხანმოკლე წვიმას ელოდებიან აქაც სინოპტიკოსები. რაც შეეხება ცხინვალს, ცხინვალში დღეს 25 გრადუსი და ასევე ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. გორში დღეს ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე დათბება, ელჭექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები და ხანმოკლე წვიმას, რაც შეეხება თელავს, თელავში 28 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა და მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები. რუსთავში დღეს ჰაერი 27 გრადუსამდე დათბება, მზიანი და უნალექო დღე არის ნავარაუდები. რუსთავშიც, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, დღეს თბილისში 28 გრადუსი არის ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი, თუმცა საღამოს მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აი ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ახლა კი გადმოვალ და გადმოვინაცვლებ შენთან ეს მოგწადეთ. პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. ბაჩო, ახლა beauty line-ის დრო დადგა ჩვენს ეთერში, როგორც ყოველ ესე ვთქვათ შაბათს ჩვენი ტელემაყურებელი იმზადება ხოლმე თაკოს აზინას რჩევების მოსასმენად, როგორც თავის მოვლის, ასევე მაკიაჟის პროდუქტებთან დაკავშირებით. დღესაც სწორედ ის დღე დადგა და განსაკუთრებით ქალბატონებისთვის იქნება ვფიქრობ დღევანდელი თემა მნიშვნელოვანი და აქტუალური. როგორც ყოველთვის ჩვენი თაკოს აზინა ძალიან საჭირო რჩევებს აძლევს ხოლმე ქალბატონებს. როგორც მაკიაჟის მიმართულებით, ასევე თავის მოვლის მიმართულებით კი ბატონო. და ასე შემდეგ და ესეთია ძალიან სუყე ინფორმაციას გვაქვს. სხვათა შორის ერთი ტუჩსაცხი, რომლისაც რეკომენდაცია ჩვენი ეთერის საშუალებით გაუწია, აი ვეძებს სხვათა შორის მის მერე და ვეღარსად ვეღარ ვიპოვე და აი ესეთ სასარგებლო რჩევებს აძლევს ხოლმე ჩვენს ტელემაყურებლებს. ვერსად ვეღარ პოულობ იმ კონკრეტულ ტუჩსაცხს და იქნებ გითხრას რომ ჯერ მხოლოდ ჩვენ გაგვიზიაროთ ჩუმად ეს ამბები და შემდეგ ჩვენს მაყურებელსაც. როგორც ვიცი
PSP-ს სტუმრობს ხოლმე. კი ბატონო. ჩვენი თაკოსაზინა და მე მგონი შეგვიძლია უკვე რომ ასე ვთქვათ მოვისმინოთ beauty line-ის რჩევები თაკოსაზინასთან და აგერ ბატონო ბურთი და აგერ მოედანი. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line, თაკოს აზინასთან ერთად. წინა რუბრიკაში გამოვიყენე ავტორუჯი და მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ სულ ავტორუჯი მისვია, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულად ვიყენებ, თან გამოვიდა როგორც იქნა კარგი ამინდები და ძალიან უხდება კარგ ამინდებს შეფერილი კანი, თუმცა აქ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი, რომელიც ახლა მეტყობა კიდეც, ზოგადად მე ავტორუჯის სახეზე არ ვიყენებ და ამის გამო მიწევს ბევრად უფრო მუქი ფერის ტონალურის გამოყენება, ვიდრე ჩემი კანის ფერია. ხო და ვიფიქრე, რომ ეს პრობლემა სხვებსაც გექნებოდათ, ვინც იყენებთ ავტორუჯს და გადავწყვიტე დღევანდელი რუბრიკა ამ თემას დავთმო. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, წახვიდე იყიდო მუქი ფერის ტონალური და წაისვა, თუმცა ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უცებ წავისვათ ავტორუჯი და არ აღმოგვაჩნდეს მუქი ფერის ტონალური. აი ამისთვის ზუსტად ასეთი შემთხვევისთვის უნდა გასწავლოთ ერთი ძალიან კარგი ხრიკი, რომელიც დაგვეხმარება სახლში ჩვეულებრივ ღია ფერის ტონალური გავხადოთ უცებ მუქი ფერის და დავსვათ ზუსტად ჩვენი რუჯის ფერზე. სანამ ამ ხრიკზე გადავალთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მოვამზადო კანი და კარგად დავიტენიანო, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რაც უფრო განსხვავდება ტონალურის ფერი კანის ფერისგან, ანუ რაც უფრო მუქია, უფრო დიდი არის აჭრელების შანსი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად დატენიანებული კანი დავახვედროთ, რომ კარგად გადანაწილდეს, არ აჭრელდეს და ერთგვაროვანი იყოს ფერი. დღეს მე უნდა გამოვიყენო ჩოგონჯინის პროდუქტები. ცოტა უცნაურად ჟღერს სახელი, ეს არის კორეული ბრენდი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია პირველ რიგში თავისი აი ასეთი შემადგენლობით. ნახეთ, ეს არის ამპულა, რომელიც შეიცავს პატარ-პატარა ბურთულებს და კანზე წასმის შემდეგ ქრება და შეიწოვება კანის მიერ. რაც დრო გადის და ჩვენი კანი უფრო და უფრო, მოდით პირდაპირ ვთქვათ და ბერდება, უფრო ნაკლებად გამოყოფს კოლაგენს და ელასტინს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები, რომლებსაც ვიყენებთ, შეიცავდეს ამ ინგრედიენტებს. ამიტომ დღეს გამოვიყენებ სწორედ ჩოგონჯინის პროდუქტებს. პირველ რიგში დავიტან ამპულას, შემდეგ დავიტან კრემს და ბოლოს დავიმატებ ზეთს. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ბოთლი შევანჭრიოთ, რომ ეს ბურთულები მთლიანად გაიფანტოს, ასე ვთქვათ, და როდესაც ამოვიღებთ, აუცილებლად ამოყვეს აპლიკატორს. შემდეგ დავიტანოთ ხელზე, როგორც ხედავთ, საკმაოდ თხელი კონსისტენცია აქვს. აი ესე გადავინაწილოთ ჯერ მეორე ხელზე და შემდეგ დავიტანოთ კანზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ამპულას აქვს შრატის დანიშნულება, შესაბამისად კრემის წინ გამოიყენება. ჯერ უნდა წავისვათ ამპულა, შემდეგ კრემი და შემდეგ ზეთი. რომ ვიცოდეთ ჩვენთვის, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საფეხურები დავიცვათ და რატომ? ამპულის და შრატის კონსისტენცია ყოველთვის არის ხოლმე უფრო თხელი, შესაბამისად უფრო ღრმად ჩადის კანის დერმისში, განსხვავებით კრემისგან. მაგალითად, კრემი არის უფრო სქელი და ეს კრემი განსაკუთრებით სქელია, ჩოგონჯინის ეს კრემი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მსუყე კონსისტენცია აქვს, აი ნახეთ, რომ გადმოვატრიალო არ იწვრის კრემი და შესაბამისად კრემი ყოველთვის უფრო გარეთ რჩება კანის ზედა მხარეს ატენიანებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მანამდე აუცილებლად წავისვათ ამპულა ან შრატი, რომ კანი მთლიანობაში იყოს დატენიანებული როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. კარგად გადავინაწილებ ამ კრემს, რომელსაც როგორც გითხარით, ცოტა ცხიმიანი კონსისტენცია აქვს, შესაბამისად მოგვეწონებათ უფრო იმ ადამიანებს, ვისაც გაქვთ მშრალი და ძალიან მშრალი კანი. და ბოლოს ზეთი, ზოგადად ზეთს ყოველთვის არ ვისვამ ხოლმე, როდესაც ვიტენიანებ კანს. ზეთს ვისვამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინდა ექსტრა დატენიანება, ექსტრა ელასტიურობა. თუ მაგალითად ვიყენებ ძალიან სქელი კონსისტენციის ან მატ ტონალურს, რომელიც შედარებით უფრო აშრობს კანს და მჭირდება, რომ კანს ჰქონდეს განსაკუთრებით ცხიმიანი ტექსტურა. დღეს აუცილებლად გამოვიყენებ ჩოგონჯინის ზეთს.
თან მინდა რომ ეფექტიც ვნახოთ ერთად როგორი იქნება. სულ ცოტას, აი 2 წვეთს დავიტან სახეზე. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ხრიკზე და მოვამზადოთ ტონალური, რომელიც იქნება ჩემი დეკოლტეს შესაბამისი. პირველ რიგში დაგჭირდება ტონალური, ჩვეულებრივი ფერი, ამ შემთხვევაში ყველაზე ღია, რასაც ვიყენებ ხოლმე ყოველდღიურად, თუ არ მაქვს რუჯი და ასევე დამჭირდება კრემოვანი ბრონზერი. კრემოვანი ბრონზერი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის მუქი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე მშრალი ბრონზერიც, მაგრამ ჯობს კრემოვანი ბრონზერი, იმიტომ რომ კრემოვანი უფრო კარგად გადაერევა ტონალურს და უფრო მარტივად გადავინაწილებთ სახეზეც. დაგჭირდება ძალიან ცოტა რაოდენობა კრემოვანი ბრონზერის, რომელსაც გადმოვიტან ხელზე. ნახეთ? აი ასე. და ასევე დაგჭირდება რამდენიმე წვეთი ჩვენი ღია ფერის ტონალური. ახლა კი გადავურიოთ ჩვენი ბრონზერი და ტონალური ერთმანეთში, იმისთვის რომ მივიღოთ უფრო მუქი ფერი. და ვნახოთ რამდენად დაჯდება კანზე შესაბამისად. ვფიქრობ საკმარისია, მოდით დავტესტოთ. ავიღოთ ფუნჯით და გადავინაწილოთ სახეზე. როგორც ხედავთ, ჩემი კანის ფერთან შედარებით ბევრად მუქია ეს ტონალური და ვფიქრობ მთლიანად რომ წავისვამ, კარგად მიესადაგება ჩემი დეკოლტეს ფერს. აუცილებლად გადავინაწილებ ყელზეც, რომ ეს გადასვლა ბუნებრივი იყოს ტონალურსა და რუჯს შორის. ვფიქრობ, ზუსტად ჩაჯდა ფერი. ეხლა ამას დავამატებ. სხვა პროდუქტებსაც, როგორც არის ბლაში, ტუჩსაცხი და მე მგონი ძალიან კარგი გამოვა. დავასრულოთ მაკიაჟი ტუჩსაცხით, როდესაც მაქვს ხოლმე რუჯი, ძალიან მიყვარს რუჯზე ღია ფერის ტუჩსაცხი, იმიტომ რომ რაღაც კარგად იკვეთება ტუჩები. გარშემო ყოველთვის მუქი ფერის კონტურს ვიყენებ, რომელიც უკვე მისვია და ეხლა შიგნიდან წავისვამ აი ასეთ ღია ხორცისფერ ტუჩსაცხს. და სუბუქად გადავინაწილებ, რომ ბუნებრივად შეერიოს კონტურის ფერს. აი ასე. იმედი მაქვს ჩემი ხრიკი თქვენს გამოგადგებათ. მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ წარმატებულ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა თაკოს, როგორც ყოველთვის ქალბატონებისთვის ძალიან საჭირო რჩევები და ხრიკები ასწავლა და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სოლარიუმის რუჯი არ უყვარს ამ სეზონზე, მე მგონი ძალიან კარგი ხრიკი გვასწავლა. ჩვენიერი. ანა, შენ ალბათ დამეთანხმები, რომ სუნი და გემო ბევრ რაღაცას გვახსენებს და ეს ორი შეგრძნება ბევრ დაარქივებულ ემოციას აღძრავს ხოლმე. ნამდვილად, აი მაქვს მაგალითად კონკრეტული სუნი მახსოვს, ერთი კონკრეტულ ზაფხულს ვიყენებდი სუნამოს და ყოველთვის ახლა ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სუნამო შემომხვდება ხოლმე სადმე, აი იმ კონკრეტულ ზაფხულს და იმ მუსიკებსაც კი მახსენებს, რასაც მაშინ ვუსმენდი ხოლმე და აი რაღაცნაირად ბავშვობის ემოციებს მიღვიძებს. კარგი ტრიგერია, მოკლედ სუნი მართლაც ამ დაერქივებული მოგონებების და ემოციების გასაღვიძებლად. აი შენ თუ გაქვს სუნებთან ასეთი დამოკიდებულება? კი, და იცი რა მაქვს ყველაზე ისე, ანუ როდესაც მაგალითად მივდივარ, სადაც დავიბარე და გავიზარდე, სადაც ახლა დედაჩემი და ჩემი და ცხოვრობენ, ჩემს ბავშვობის სახლში, როდესაც მივდივარ ხოლმე, ის სუნი დღესაც ასე ვთქვათ, მაბრუნებს იმ ბავშვობაში და არა მარტო სახლში, უბანშიც კი, სოლოლაკში როგორც კი აუხვევ, იქ კონკრეტული სუნი, რომელიც ასევე ბავშვობას მახსენებს. და ბავშვობას გახსენებს. ალბათ ყველგან სადაც ესე მივდივართ, რომელიც ის ბავშვობის სუნი, გემოებიც მათ შორის და ხო, გემოებთან ცოტა ნაკლებად მაქვს მსგავსი დამოკიდებულება, თუმცა სუნებთან გამძაფრებულად, უფრო განსაკუთრებით და საინტერესო არის რა ფსიქოლოგიური, ესე ვთქვათ, გავლენის ქვეშ ვექცევით, ასეთ დროს ზოგადად სუნებს რა გავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიაზე და ჩვენმა ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ სწორედ ეს თემა მოგვიმზადა დღეისთვის. რუბრიკის სპონსორია მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი დიალოგი.
დიალოგი შენი სიმშვიდისთვის. დილამშვიდობის აირმა მოგესალმებით მივესალმებით თქვენს სტუმარს. დილამშვიდობის ახლა განსაკუთრებით ხადიას ის არომატები იგრძნობა ახლა, იმიტომ რომ ყოველ დილით სუნამოების დეგუსტაციით ვიწყებთ ხოლმე დილის ეთერს და ახლა ვაგრძელებთ ოღონდ უკვე უფრო სამეცნიერო, კი, ეძღვნება ხადიას დისტანციურად. მადლობა ირინა. ჩვენი სტუმარია ქალბატონი ირინა ტაფუციძე, ფსიქოლოგი, რომელიც ფერების მკვლევარია, უკვე კი მითხრა რომ ეს რეგალიები არ არის საჭიროა, მაგრამ იმ ხელა რეგალიებია გვერდს ვერ ავუვლით და მოდი მაშინ შენ დაიწყე ამ თემის პირდაპირ განხილვა, ხო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ნოსტალგიური არომატი, იქნება ეს წიგნისუნი, რაღაცა არომატები, რომელიც სიმყუდროვესთან ბავშვობას მიბმული არომატები კიდე ძალიან ძლიერი. სიმყუდროვესთან ასოცირდება, ან არომატი, რომელიც შეიძლება არც თუ ისე კარგ მოგონებასთან, მაგალითად კლინიკის სუნი არის ხოლმე, ხო, სადაც აცრებზე მივყავდი, მე პირდაპირ მახსოვს. პოლიკლინიკა არის. პოლიკლინიკის სუნია. კი, კლასიკო. აი ახლა სხვათა შორის აღარაა სამედიცინო დაწესებულებებში და ზრუნავენ უკვე სამედნიეროდ ამაზე, რომ აი ეს რაღაცა დესტრუქციული, მაგრამ განსაკუთრებით სტომატოლოგიურ კლინიკებში აი დღემდე არის რაღაცა ის ნოტები, ხო? მოდით დღეს ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ჩვენ, რა გვემართება ამ დროს, როგორ გადავყავართ ამ არომატებს ჩვენი გავლენის და ნების გარეშე აი ესე გვამოგზაურებენ. ნამდვილად. არომატები დიდი ხანია ამითაც დავინტერესებული ვარ, მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს მთლიანად გადავარდი ამ ჩემს პროფესიულ ჰობს ვეძახი. ფერების არ იყოს ესეც პროფესიული ჰობია ერთ-ერთი და რაღაცნაირად თავშესაფრად იქცა ამ სტრესულ გარემოში სუნებთან დამოკიდებულება და არომატებთან დამოკიდებულება. ფსიქოლოგიის დაკავშირება ასე ემოციებთან, მოდი უფრო ამ მიმართულებით წავიდეთ, ხო? ფსიქოლოგიის დაკავშირება არომატებთან. ალბათ მაინც პიონერი იყო ალან ჰირში, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სუნს იკვლევდა და ზუსტად აი ახალგაზრდობაში სანამ უკვე ამ კვლევებში გადავიდოდა და მეცნიერებაში მუშაობდა თურმე მანქანების სალონში. და იქ მოუვიდა ასეთი იდეა, რომ ნატურალური ტყავის საფარს, მანქანის საფარს დაემატებინათ რაღაც სუნი, სპეციფიკური სუნი, რომელიც უფრო გაამდიდრებდა, უფრო გააკეთილშობილებდა ამ სუნს და ვარაუდი ქონდა, რომ იქ ყიდველი უფრო დიდხანს გაჩერდებოდა, შესაბამისად მეტი იყო ალბათობა, რომ იმ მანქანას იყიდიდა. ანუ რეალურად ამან გაამართლა. მე უფრო შორს წავიდა მისი კვლევები, მაშინ კი ეს შარლატანობას წამებდა, მაგრამ ფაქტია, ჭარბიკვების სიმპტომებსაც ვკურნალობდა მშვენივრად არომატებით. კურნალობდა ცოტა ბრჭყალებში, მაგრამ მოკლედ სხვადასხვა საკვებობრივ პროდუქტებს ამატებდა, სხვადასხვა სუნებს, არომატებს, რომელიც ითვლებოდა, რომ თქვათ მადას ახშობდა. ეხლაც ვიყენებთ ხოლმე, ხა მაგალითად დარიჩინი ყავაზე, პირდაპირ არის მის მაჩვენებელი, რომ კარგ ხანს არ მოგშივდება და დანაყრების შეგრძნებას იწვევს. მოკლედ, ალან ჰირში მართლა პიონერია, გაიკვალა ეს გზა და მე უკვე ძალიან დღეს უამრავი წიგნის ავტორია და შეგვიძლიათ ნახოთ თქვა და გაეცნოთ მის შრომებს. აი რაც შეეხება სუნის დაკავშირებას აი ბავშვობის ემოციებთან, მაინც უფრო ესე ლიტერატურაშიც რო ნახულობთ, შემორჩენილია ეს ეგრეთ წოდებული პრუსტის ეფექტი ქვია, თავის ერთ-ერთ რომანში აღწერს, როგორ ის იჯდა თქვათ მეგობართან სუფრაზე, დედამ მოართვა რაღაც ორცხობილები ჩაით, მეგობრის დედამ და აი რომ გავსინჯეს ორცხობილები და ეს ყვავილების ჩაის არომატი რო წამოვიდა, მთელი ბავშვობა ამოტრიალდა თითქოსო და ესე თვალწინ გადამეშალო, ისიც კი რაც არ ახსოვდა, ისეთი მოგონებები წამოიღო ამ არომატმა. არომატებს კი, იმიტომ რომ პირდაპირ როგორც ჩემი მაგ ინფორმაცია ლიმბურ სისტემასთან აქვს პირდაპირ არის მიმული ემოციებთან. კი. და ყველაზე ესეთი ღრმა მეხსიერება აქვს სუნს, რეპტილურ ტვინთანაც პირდაპირ დაკავშირებულია. ანუ ითვლება რომ არა ვერბალური მასალა, არა ვიზუალური, არაფერი ისე არ მუშაობს როგორც სუნი. ერთხელ თუ შეგეძრა სადღაც და შეინახა შენმა ტვინმა, ის ინახება და ინახება ძალიან დიდხანს. სხვათა შორის მე მაქვს ხოლმე ადამიანები თავისი სუნამოებით მახსოვს ხოლმე რომ და იმ ადამიანს აი შეიძლება სუნამო სხვას და მაგ ასოციაცია იმის ასოციაცია მაქვს და რაღაცნაირად პროტესტი მაქვს რომ ამას როგორ არ უხდება ეხა ეს რაღაცა თქვა ამის სუნამო ხო თითქოს მიკუთვნებულობა განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს ეს დედაჩემის სუნამოზე მაქვს და სადაც არ უნდა იყოს 900 იქითაც ის სუნი თუ სადღაც იგძენი მაშინვე მოგონებები წამოდის და ის კონკრეტულ ამას ჩვენ ფსიქოლოგიაში დაღუზვას ვეძახით იცით ხო ასე გეხა თქვენ რას გიხსნით ასეთი ღუზების შექმნა ჩვენ შეგვიძლია რაღაც დადებით ემოციებთან დაკავშირებით, დადებით სიტუაციებთან დაკავშირებით. ეხლა ფერებს, სუნებს რო გავყვებით ცოტა უფრო ღრმად, მე ამაზე უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ. შემდეგი კვლევები უკვე ასე კვლევების სახით, ну, დღეს რაც გაირკვა და რაც ვიცით, აი ეხლა ხანს რამდენიმე წლის წინ არის სულ ეს ნობელის პრემია გაცემული, როდესაც საბოლოოდ მიაგნეს, როგორ იწყებს სუნი მუშაობას. მანამდე კიდევ კარგ ხანს არ იცოდნენ.
იმიტომ რომ აი როგორც წეგან აღნიშნეთ, ენაშიც წეგან მანამდე ვსაუბრობდით, ხო, ენაში არ გვაქვს სიტყვების სუნების აღნიშვნელი, როგორც მაგალითად ფერის გვაქვს, წითელი, რაღაც ყვითელი გვაქვს ფერის და როდესაც სიტყვი წითელ ფერს მეტნაკლებად ადამიანი ხვდება რაზეა ლაპარაკი. აი სუნის აღნიშნელი ეს სიტყვები ენას არ აქვს. ჩვენ ვამბობთ მაგალითად ვაშლის სუნი. ის ვაშლიც რამდენი ჯიშის არის, რამდენი სუბიექტური აღქმა იმ ჯიშის, ну ძალიან მიახლოვებულია იმასთან, რასაც გვთავაზობენ. მაინც ჩვენ სუბიექტურად აღვიქვამთ სუნებს და ამის ადგენა საკმაოდ გვიან მოხდა. ხო, შეიძლება ამაზე არასდროს მიფიქრია, რომ ასე რაღაცა სუნის სახელი არ არის, ხო? კი. ხო და ამიტომ ეს მინიშნებებივით ვაძლევთ ასე ვთქვათ ადამიანებს და ჩვენ სუბიექტურად აღვიქვამთ. არა მარტო სუბიექტურად აღვიქვამთ, სხვადასხვა დროშიც შეიძლება სხვადასხვანაირად აღვიქვამდეთ ერთ და იგივე სუნას. ну მოხსნეს ეს ცნობილი ფაქტია, ხო, რაღაც სუნამო შეიძლება ძალიან გიყვარდეს და გარკვეული დროის მერე საერთოდ ვერ იხმარო ან პირიქით. ну ასეთებიც ხდება ხო. ან რაღაცა ამოიჩემო და კონდეს და კონდა. ეგ საერთოდ ამ უხსნელობების არის მოვლენაა ჩემთვის. როდესაც ამხელა არჩევანია სამყაროში არომატების, როგორ შეიძლება მხოლოდ ერთი იხმარო და ამდენი სიამოვნება მოიკლო. ზოგადად სუნის სახელი იმიტომ არ აქვს, რომ თვითონ სუბიექტური აღქმა, თუ იმდენად მრავალფეროვანია თვითონ სურნელება, რომ ვერ დაარქმევ ერთ სახელს. არა, იცით რა, მრავალფეროვანი მაგალითად ფერიც არის, ძალიან დიდი გრადაცია აქვს. მაგალითად რუხ ფერს 300-მდე გრადაცია აქვს, მაგრამ რუხი რუხია. ხო. ხვდებით? სუნი კიდევ უფრო სუბიექტურია. ძალიან ძნელია სახელი დაარქვა და მიამსგავსო, რასაც თავაზო. კი, ვიტყვით მაგალითად მარწყვის სუნი. მაგრამ ესეც ძალიან სუბიექტურია, იმიტომ რომ ხა ვისაც შეხება აქვს თქვა სუნთან, იმდენად სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. აი ძალიან სინთეზური სუნიდან დაწყებული ნატურალურთან. ხო, აი წარმოუდგენელია ისე რაღაცას. პირველი იყო ალბათ ჟურნალებში ხელის და სუნამო კინესთეტიკურ შეხებას. ზუსტად რომ იმის სუნი გავიგოთ, იმიტომ რომ ზუსტად ეხლა რა ჩვენ თქვი, ალბათ ცოტა სუბიექტურია, როგორ აღვიქვათ, ხო, იქ რა ნოტებიც არ უნდა ეწეროს და წაიკითხოთ, შეუძლებელია ამის ერთად წარმოდგენა, ზუსტად რას აი კინესთეტიკაზე ვთქვათ, მოდი რაღაც ერთი ორი. კოვიდმა ძალიან დაგვანახა ეგ სიტუაცია, როდესაც დაგვაკლდა სენსორული სტიმულები და მაგალითად გამოვიკეტეთ სახლში, ხო? ადამიანებმა რა დაიწყეს? საჭმელების კეთება დაიწყეს ინტენსიურად, რომ სუნებთან, ხო? ეს ყველაფერი კინესთეტიკური ნაწილია, ვისაც ესეთი მოთხოვნილება აქვს ამ სენსორული შეხებების, სურნელთან კონტაქტის, გემოსთან, სული და გემოც ხო ერთად არის. და იყო რომ გემო და ყნოსვა არ ქონდა და პირდაპირ 3 დღე გაგრძელდა ჩემს შემთხვევაში და ისეთი აი საშინელი განცდა ვერც აღწერ. უცბად გაქრა ყველაფერი. თან გემო პირდაპირ მიმულია სუნს რო კარგავ, გემოსაც კარგავ და სხვაჯერს მივაყოლოთ მათ გავარჯიშებად შეიძლება სუნის მშვენივრად. ითვლება რომ რაიმე მძაფრი პროდუქტი, მაგალითად ლიმონი ან ნიორი, უნდა იყნოსო დღის მანძილზე ხშირად. სასურველია ერთი და იგივე პროდუქტი და ეს გავარჯიშებას იწვევს. მოდი ხარა მიძინებული სუნების. ცოტა პრაქტიკული ნაწილი აი ხო არის რაღაცა ფსიქოლოგიაში სუნები, რომელიც კონკრეტულ ფსიქიკურ მაგალითად ლამანდა დამამშვიდებელი, იგივე პორტოხალი და ციტრუსები ცოტა აღმაგნებელი და ენერგიული, მე რაც ვიცი ახლა შენ ამიტომ მოდი თან თუ შეგიძლია რომ გაგვასინჯო რომელიმე მოტანილი ლაბორატორიით რომ ხო ეს არის მცირე ზომის ლაბორატორია ასე ვთქვათ მე რა დიდებიც არსებობს ხო მე ერთზე მოხდა რომ 1-2 თვის წინ მოხდი გრასში საფრანგეთში პარფუმერიის დედაქალაქში ასე ვთქვათ და იქ მოვიწამლე საბოლოოდ მე ესე მგონია იმიტომ რომ ჩვენი ხელი დაგვამზადებინეთ სუნამოები და იქ ვნახე ძალიან ბევრი ეთერზეთი ცოცხლად ნუ იმის ინსპირაცია იყო მე გამოვიწერე მე რო არ მქონდეს ეს წარმოუდგენელი იქნებოდა აი მაგალითად პორტოხალს ვნახავთ ახლა ამითი დავიწყოთ მე მგონი ჯობია გნებავთ და პორტოხალი რა ემოციას იწვევს აი ახლა რატომაც მოდი ვნახოთ და იქნებ წამოვიდეს შეგრძნებები უფრო ეგ შეიძლება თვითონ ექსპერიმენტით ჩავატაროთ ხო ახლა რომ აი ეს პორტოხლის არომატს ვნახულობთ და ახლა სუბიექტური არის აღქმა ჩემში რა ემოციას გამოიწვევს რა თქმა უნდა მეტნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ ახლა პორტოხლის სუნი მაგალითად სევდას ვერ გამოიწვევს ვერასდროს აი რაღაცა ენერგიულია განცდას იწვევს და რაღაცნაირად ენერგიაზე მოვყავარ ხო სიცოცხლის სფერია ხალის სფერია ენერგიის სფერია ბაჩოს განსაკუთრებით ჭირდება ეს არ არის აი ძალიან ფიზიკური აქტივობის სფერი არ არის ამას არ აღძრავს ეს უფრო არის აი სიმყუდროვის და კარგად ყოფნის სფერი სუნი ფერებზე ვარ მაინც იქით გადასული და ნარინჯის ფერიც თავისთავად ეხა პირდაპირ ხო ასოციაცია მოდის ნარინჯის ფერთან ხო ნარინჯის ფერი არის ზუსტად ეს აი ახალი ნიშის პოვნა შენი თავის ახალი კუთხით ხედვა რაღაცის ამიტომ ითვლება მაგალითად რომ ესეთი არომატები მოხდა ვერ და არ დამეცადა რომ საქმეში მოვნა ეგ კაი
ასე რომ არ ვიცი, მე შემდეგზე არ ვიტყვით, შემდეგზე არ ვიტყვით. არ დაგასწრებით. ცოტა ისეთი თერაპიულ ჯგუფებთან, ფსიქოლოგიურ ჯგუფებთან, მაგალითად ფანტასტიკური ეფექტი აქვს ფორთოხლის არომატს. ხო, აი რაღაცა სიმყუდროვეს და ეგრევე ისეთი სიმყუდროვეს და ხალისი. კი. პირდაპირ მაგენია და ხალისი. ერთი რამე მინდა, მოკლედ ჩემს ბავშვობაში ადრე მოყოლილი მაქვს ეს მიწისძვრთან დაკავშირებით ჩემი ისტორია. კი, გვახსოვს. შესაბამისად, ეხლა თქვენ იმ პერიოდში, როდესაც რაღაც მიწისძვრთან მე ჩემი რაღაც უარყოფითი ემოციები მქონდა, ან მაგალითად ეხლა ფორთოხალთან შეიძლება მქონდეს იგივე, ხო? ანუ რასაც თქვენ აღიქ, ანუ სუბიექტური ალბათ მაგიტომაც არის. კი ბატონო. კი. ჩემთვის ახალი წელია, ეხა მივხვდი. ვიღაცის შეიძლება ტრამვული რაღაცა მოგონება იყოს, ხო, არ არის გამორიცხული, მაგას ჩვენ ასე ამიტომაც არის სუბიექტური სუნი საქმე. აბა შემდეგი რა გვაქვს? ახალი წელი და აი ის სიმყუდროვე ალბათ რაც ფერისას და ყველაფრის. აბა ნახე. აბა ვაცადოთ ბაჩოს. ეს გრეიპფრუტია და პატარა განსხვავება არის და ახლა მიხვდებით რაშია განსხვავება. ეს უფრო ცივია. უფრო ცივია. მძაფრია უფრო, ხო? ეს უფრო ფიზიკური მოქმედების სფერი, აი წამოვხტი გავაკეთე. აი ესეთი ენერგიის მეტი აქვს განსხვავებით ფორთოხლიდან. ხო, აი იმდენად ტკბილი არ არის, რომ გადამტკბარი არ არის რა, ის გადამტკბარია. ამას ცოტა მეტი დრაივია, კი. აი ეს უფრო ეხლა ეს კონკრეტულად ტკბილი ფორთოხლის იყო თქვენ რაც ნახეთ, არის ეგეთი სიტყვა მოცილებული ფორთოხლებიც, მაგრამ ეს ტკბილი იყო და ამიტომ მინდოდა რომ ძალიან სასიამოვნოთი დაგვეწყო და ეს უფრო არის ხო მოქმედების სფერია. მოქმედება ის წამოვხტი, გავაკეთე, შევქმენი, რაღაცა ვქენი. ვერ მოდუნდები ამ სუნთან. გრეიპფრუტის თვითონ ხო წვავს, ასე ვთქვათ, ცხიმებს. ეხლა თუ ფსიქოლოგიურადაც ვიტყვი, ყვითელში ოდნავ წითელია დამატებული. აი, ოჩახ მიხვდი. სხვა შორის ძალიან ბევრი ესთეტიკის ცენტრში რაღაც სპეციფიური სუნები არის ხოლმე, ხო, სუბიექტური იმის აღქმა ვის მოსწონს, არ მოსწონს, თუმცა რით შეიძლება აიხსნას აი მარკეტინგში, აი ამ სუნების გამოყენება. კი, გავჩერდეთ თუ გინდა ცოტა ხანს მარკეტინგზე და ვიტყვი. მარკეტინგში არომატების გამოყენებასაც არ აქვს დიდი ისტორია. და ერთ-ერთი სპორტული მაღაზია იყო ახლა რეკლამაში რომ ჩამოგვართვან, რომელმაც თავის ფეხსაცმელების განყოფილებაში ზუსტად ესეთი არომატი გაუშვა და აღმოჩნდა რომ ადამიანები ცოტა უფრო დიდხანს გაჩერდნენ, სულ რაღაც 10 წუთით 15, რამაც გაზარდა გაყიდვები რეალურად 13%-იანის დაქონდათ მაშინ და ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა და იმის მერე დღეისათვის ანუ რა სურნელი მოქმედებს აი უფრო სპორტულ აქტივობასთან დაკავშირებული და აი იგივე გრეიპფრუტით შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიზნესის სახეობის მიხედვით ინდივიდუალურად უნდა შეერჩიოს ვაკეთებთ. აი კვების ობიექტებს საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს. ჩვენთანაც უკვე ყველა ეს დიდი ბრენდი რაც არის შემოსული, პატარებით სხვათა შორის პრაქტიკულად უკვე ყველა იყენებს სუნს თავის მარკეტინგში, ასე ვთქვათ. აი მაგალითად კვების ობიექტებს თუ რაღაც აცხოვია, მეტი ვანილი აქვს დამატებული, მეტი დარიჩინი და ვანილი რა არის სიმყუდროვის განცდას აჩენს. საერთოდ მოდი აქვე ვთქვათ, რომ სამი ესეთი პოპულარული სუნი არსებობს სოფლიოში, რომელიც ყველას უყვარს. ეს არის ვანილი, ეს არის ყავა, ეს არის მომცხვარი პურის სუნი, რომელიც არის აი ყოვლად მომცველი და ახლა ჩვენ ქართველებს თონის პურის პატრონებს კარგად გვეცოდინება ხას რა განცდაა და აი ეს ვანილი მაგალითად ითვლება რომ უფრო დედასთან არის დაკავშირებული ოჯახის სიტუაციასთან, იმიტომ რომ სიმყუდროვესთან და დღესაც ვანილის სუნი, დედის სუნია უბრალოდ რა. ხო, ყავა ის მათაც კი უყვართ, ვისაც თვითონ ყავა არ უყვართ და ყავის მიღება ესე შეიძლება? კი, ყველაფერი შეიძლება უკვე სინთეზურად საოცრებებს აკეთებენ. კი. ხო, სხვათა შორის მე მაქვს ერთი კვლევა წაკითხული, სადაც საკონდიტრომ აი არ ფილტრაციის, სუნის ფილტრაცია არ გააკეთა და იმ საკონდიტროდან გამოსული არომატი, ბუნებრივი არომატი, ხო? კი, გვერდ რომ ორი საკონდიტრო იყო, ერთიდან გამოდიოდა ეს არომატი. აი მომხმარებელი და აი ზუსტად პირდაპირ ხა გამახსენდა არ ვთქონდა ეხა ეს. ცნობიერად პირდაპირ იქ შედიოდა, იმიტომ რომ თითქოს აი სუნი იზიდავდა პირდაპირ მნიშვნელობით ამ კონკრეტულ დაწესებულებისკენ და გარდა ამისა ახლა ფილმშიც გვინახავს ეს სუნს. კი, მეყვარს სუნს. კი. სხვათა შორის რატომღაც ქართულად სუნი თვითონ რაღაცა ცოტა ნეგატიური არ ხმარობთ ესე, ხო, თითქოს ნეგატიურ შინაარსს ამ დროს ესე არ არის, ხო, რეალურად სურნელს ხმარობთ, როცა კარგი გავისგვინდა. არა და შევცვალოთ ეგ სტერეოტიპი. აი ნეგატიური როგორ უნდა გააკეთილშობილო კიდე ერთ-ერთი მაგალითია ფეხსაცმელების მაღაზიაში რასაც აკეთებენ. ტყავის სუნი ძალიან უსიამოვნოა თავისთავად, ხელოვნურისაც და ნატურალურს და რა აქვს მნიშვნელობა. და საკმარისია მაგალითად კონიაკის სუნი დაუმატო, თამბაქოს სუნი დაუმატო, დიდრული ტყავის სუნს იძლევა და რო შედიხარ გონია რომ ძალიან ძვირიან და ისეთ მაღაზიაში ხარ
მაღალი დონის შეცვლა. მოკლედ, ეს ხრიკები სულ არის იყენებენ, ბანკებში იყენებენ, უკვე სუპერმარკეტებში, დიდ მოლებში, თავისთავად, სადაც მალფუჭებადი პროდუქტები, აი მწვანილებთან ახლოს სასურველი არის, სხვადასხვა სურნელი გამოიყენო. სხვათა შორის ეს ნეგატიური სუნი პირდაპირ დისტანციის პირდაპირ ხო, ჩვენი ეს რეპტილური ტვინი რატო ვახსენეთ წეღან, რომ პირდაპირ აფასებს მომწონს, არ მომწონს, რაც არ მომწონს, უნდა მოვცილდე. უნდა გავიქცე, საფრთხეა უბრალოდ. იმიტომ არის რომ ანას ვაჩვენოთ რამე კიდე ერთი ვაჩვენოთ რამე ვაჩვენოთ კარგი. აი ეს ცოტა მძიმე სუნი ავიღოთ, შედარებით მძიმე, რომ უფრო ის იყოს სახასიათო. აბა სიაროთან ეს არის დარიჩინი. რომელიც ბოლო პერიოდში ეს ცოტა აზიური ისენი რომ შემოვიდა სუნამოები მოდაში. რომელსაც ადრე არ ვეკარებოდით რატომღაც. ეს სუნელები ბევრია. კოვიდის მერე დავაფიქსირე. ხო, აი გარი ძალიან საინტერესო ფენომენი კიდე, მოდით ცალკე. თვითონ კოვიდიც აზიური იყო და ალბათ მაგიტო. შეიძლება. კოვიდის დროს, როდესაც კოვიდის დროს, როდესაც ეს სუნები გაქრა და სენსორული გამღიზიანებლები გაქრა, მთლიანად ძალიან მარტივ სუნამოებზე გადავიდა მსოფლიო ბალახების სუნი და ძალიან ნატურალური. სამაგეროდ მერე იყო ერთბაშად ნახტომი დიდი. აი ეს სუნები იმიტომ წამოვიდა ასეთ აქტიურად. ხო, თითქოს ის დანაკლისი ავივსეთ, ხო? ეხლა ცალკე ესეთი სუნები რო ერთად ჩასვა, მაგალითად ძალიან მძიმე ვერც იხმარ ასეთ სუნამოს. ეს არის ძალიან მცირე დოზით. ეს არის დამიწების. აი აქ ახარ. პირდაპირ შეგრძნებები მოაქვს, ხო? აი ბაჭა შენ თქვი, აბა ჩვენ რა მე ჩემი რესტორანი გამახსენდა თქო და მოიტო. აი როგორი სუბიექტურია მართლა სუნები. აი საერთოდ თუ არსებობს მაგალითად ისეთი სუნები, რომელიც მაგალითად გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. როგორ არა, რა თქმა უნდა. და რომელი სუნებია ასეთი, რომ გითხოთ? თქვენ რა მიზანი გაქვთ გააჩნია? დამშვიდებიდან, სტრესიდან. აი ეს მაგალითად, რასაც ახლა ნახულობთ. პირდაპირ სტრესის მოხსნა. აი ახლა რაც მაშინ მომეცი. ხო, ეს ჩემთვის პირიქით. ხო. იმიტომ რომ ცოტა შორს დაიჭირეთ, ძალიან ძაფრია ეგრე, ცოტა შორს. ეს არის დამიწების, მობილიზების და აი ამ სტრესის მინიმუმამდე დაყვანას, შენ თავთან რჩები და მთლიანად შენ უნდა მოაგვარო. შინაარსი ასეთი აქ დანჩენი სუბიექტურია. სხვათა შორის როგორც ირინა რომ ამზადებდა მე თქვი აი მუშკის სუნზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თქო იმიტომ რომ კლეოპატრა იყენებდა მე ვიცი ეს მე რომ კლეოპატრა იყენებდა რაღაცა მომაჯადოვებლად მაკაცების მოსახიბლად მოკლედ ამ მუშკის სუნს ესეთი ლეგენდაც არსებობს და რომ გავიგე მუშკი ხა თურმე აღმოჩნდა რომ აღარ არის ნატურალური ფორმით ესე ვეღარ ნახულობთ ამიტომ სინთეზურად მზადდება და ძალიან პოპულარულია სუნამოებში არ ვიცი მე რაც მოვიტანე უფრო პოპულარული სუნებია ხო ხდები რასაც ხშირად ახლა რეალურად არ არის მაშინ როგორ იღებენ მას? სინთეზურად იღებენ. ასე იღებენ სველი ასფალტის სუნს, ასე იღებენ ცხელი ქვიშის სუნს. არა, ცხელი ქვიშის სუნს შეიძლება რომ გაცხელდა და ვიცი რაც არის და დავშვი. ახლა თუ აღარ მოიპოვება როგორ ხო ძალიან სუბიექტურია. აზრი აქვს. ისე არსებობს. აი თუ არის შესაძლებელი ესეთი მავნე ჩვევების უგდება სუნების და რომელი სუნების საშუალებით გაგაგზავნებს არის თამბაქოს მოხმარება. ო, ცოტა ესეთი ბევრი მოითხოვეთ ახლა თქვენ თამბაქოს მოხმარებას მხოლოდ სუნით ვერ შევძლებთ, მაგრამ აქ ვზივართ ორი ესეთი სპეციალისტი სხვა სფეროში, სხვანაირად დაგეხმარებით მასეთ დროს. უამრავი ტექნიკა არსებობს, ერთადაც ვეხმარებით ადამიანის მაგნიჩოვის მოცილებაში. ეს როგორც დამხმარე უბრალოდ. ერთი ჩემი საყვარელი სუნი უნდა გაჩვენოთ. უამისოდ გამოვიყენოთ თამბაქოს სუნზე ნეგატიური ღუზის დადება შეიძლება წავიდეს. ხო. მაგრამ უკეთეს ტექნიკებიც გვაქვს და რატომ ვიწვალოთ ესე? აი სუნების გარემოცვაში რომ დავიჩეთ მაგით. აი სუნებზე ვსაუბრობთ და ხომ ამბობენ რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური სუნი, არ მხოლოდ ადამიანს, ყოველ რასას აქვს, ხო? კი, მოდით მაგაზეც ვისაუბროთ ერთი-ორი საინტერესო იქნება. სხვათა შორის დიდი ხანია გარკვეული ადამიანების გარკვეული ჯგუფი ამას ამტკიცებს, რომ ჩვენ პარტნიორს ვირჩევთ სუნით. და ძალიან ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ ადამიანური სუნი, ეს არ არის არომატთან დაკავშირებული. და აბსოლუტურად არაცნობიერი პროცესია. პარტნიორი ან მოგწონს, ან არ მოგწონს. აი ძალიან მარტივად არის ადამიანთან ახლო ურთიერთობას, ხო? ან მისაღები ხდება მისი სუნი, ჩვენთვის, ან მესმისო სუნის პირდაპირ დაჭერა ძალიან რთულია და ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ არაცნობიერი დონეზე. ნუ ახსნა ისე აქვს, რომ ის გენეტიკური მონაცემებით თაიგული, რასაც ის ატარებს და რასაც მე ვატარებ, თუ იდეალურ კომბინაციას ქმნის უფრო ჯანმრთელი შთამომავლობისთვის, ჩემთვის ის უფრო მოსაწონი ხდება. მოკლედ მარტივად ესე არის. ისი სუნი ხვდებით? რაღაცა ყვავილი. ყვავილია, კი. ოსმანტუსია. ოსმანტუსი. და არის საოცრება. მაჩვენე? ოსმანტუსი. აი ეს ოსმანტუსია. 1001 ღამის რაღაცა აღმოსავლური
ამასაც პირდაპირ აქვს რელაქსის, თავისუფლების, შეგრძნების. კი ბატონო. აი შეიძლება თემატური არ არის ახლა, მაგრამ ახლა მაგალითად ვინც და მე სახლს არემონტებს. აი სუნები რომელი ეთერზეთების და სურნელების არომატების საშუალებით შეიძლება გავიყვანოთ რემონტის სუნის სახლიდან. რემონტის სუნის გაყვანა ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ მიზანი რა გაქვთ? შედეგი რა გინდათ რომ სიმყუდროვის შეგრძნება, როგორც ახალ სახლში გადასულ სიმყუდროვეს ბევრი რაღაც მოგცემთ. აი პაჩული მაგალითად ვერ მოვასწარით ახლა გაჩვენ ფანტასტიკური სიმყუდროვის სუნი აქვს. პაჩული. ეს პაჩული სხვათა შორის მადამდე ვიცოდი მარტო ცალკეული ნოტები სუნამოებში და მოვხვდი სუნამოების იმაში, რა ქვია, მუზეუმში დიდში და იქ აქვს პატარა ორანჟერია, სადაც დარგული აქვს ეს სცენარები, რასაც ახლა ჩვენ ვნახულობთ. და ბოლოს უკვე რომ ვეღარ სუნავდი და ამერია ყველა სუნი ერთმანეთში, თითით დავსრისე ეს პაჩულის ფოთოლი. 2 დღე ვერ გავიყვანე თითებიდან, ისეთი ზეთოვანი ყოფილა და ისეთი ძლიერი და იმას აქვს რაღაცა ომბალოს გავსი ჩემი აკმით. იცი რა, რაღაც დაიცი ბუჩქი არ მგონია მან არის ხაროს წარმოუდგენელია, მარტივი ბუჩქია, განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება. ახლა კლასიკურ ომბალოს რა, შეიძლება გვაქვს და მე არ ვიცი, ხო, შეიძლება გვაქვს. და ვეტივერია კიდე გადასარევის სუნი, ხა ვეღარ ვასწრებთ უბრალოდ. ვეტივერს რისი ვეტივერს აქ იმასაც აი დამიწებას თან ახლოს აქ ეს სუნი. ჩემთვის პირადად აი სუბიექტურად ერთ კონკრეტულ ადამიანთან არის მიბმული, იმიტომ რომ არ მიმიქცევია მანამდე ყურადღება, მითხრა რომ აი მე ერთ-ერთი ბრენდის ვეტივერი ნახე გეხვეწები. ხო და აი ის რომ დავსუნე, ჯერ ხო მაშინვე ის ადამიანი წამოვიდა და მიება და გარდა ამისა თითქოს ხასიათებიც მისი გაუჩნდა და რამდენჯერ დავსუნავ, ნუ ის ადამიანი ჭირდეს. სხვათა შორის ვიცი რა არის, ადამიანს შეუძლია 1000-ზე მეტი არომატის გარჩევა და აღმოჩნდა რომ მთელ ამ ცოცხალ არსებებში ყველაზე მეტ სუნს ანჟღავნებს ანსხვავებს ვინ იცით? სპილო. ძალიან უცნაური ადრე განახეს ვირთხა იყო და ჩვენ მონაცემების დიდ ნაწილზეც არ ვიყენებთ. საქართველები არ ვიყავით განებივრებული ეგეთი არომატული ამბები. ხო და ეხლა ცალკე შეხვედრასაც გავაკეთებთ მაგისთვის. მე ვიცი რომ შენ გეგმავ ძალიან დიდ შეხვედრას არომატებთან სიამოვნებით წამოვალ და გესტუმრები. მოხვიდე აბარა. ძალიან საინტერესო. საინტერესო თემაა და ხო, იქაც ეს პრაქტიკული ნაწილიც გვექნება და ტესტებიც გვექნება, როგორ იპოვო შენი სურნელი და როგორ მოკლედ, კაი რაღაცები გვექნება. კი. ახალ კაი რაღაცები გავაკეთეთ, უდიდესი მადლობა. დიდი მადლობა დღევანდელი არომატული გადაცემისთვის და აუცი ხო, ახლა ახალ პასკის სუნიდან გადმოვედით, ახლა ამ ბოლო დროს ამის გავხალისდეთ კი. მადლობა ძალიან. მადლობა ირმა ამ შესაძლებლობისთვის, რომ აღმოგვეჩინა კიდევ ახალი რაღაცეები ჩვენს თავში, რა გვაძლევს სიხარულს, რა მოძრაობის და რა სტრესის საშუალებას ასევე. აი თქვენაც გააგროვეთ ერთადაც კარგი კომბინაციები აქვს დარიჩინის გარეშე, ოღონდ აი დარიჩინის მოაცილეთ და დანარჩენი გადასარევია. მაგრამ ის ძალიან მძაფრია. ხო, ამებს არ უხდება უბრალოდ. მადლობა, მოკლედ მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობები ირმა შენ. ჩვენ ახლა რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის მერე ძალიან მალე დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადართოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დილამშვიდობისა ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს ბაჩოსთან და უკვე ანასთან ერთად. კი ბატონო, დილამშვიდობის მართლაც ვინც ახლა შემოგვიერთდით და ახლა გიორგი დარჯანიას დრო მოვიდა და სპორტული სიახლეების ჩვენს ეთერში. გიორგი უკვე ჩვენთან ერთად არის. გიორგი, მოგესალმებით და მოგვიყევი სპორტული სიახლეები. მადლობთ, კარგად. დილამშვიდობისა გიორგი. ხო, სპორტს რაც შეეხება, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული კვირა ქონდა ქართველებს, იმიტომ რომ ამ კვირაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში და ძიუდოში რო ქართველები ტრადიციულად კარგები ვარ და ყოჩაღები ვარ, ნუ და ცნობილი ამბავია. 23-ში დაიწყო და ხვალმთავდება ჩემპიონატი, ანუ მედლების მოპოვების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. რამდენი სპორტსმენი დარჩა კიდევ? დღეს 3 სპორტსმენი გამოდის, 1 გოგონა და 2 ვაჟი და ხვალ იქნება უკვე გუნდური ჯიბრი, რაშიც ძალიან ძლიერები ვარ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მედლებს კიდე ავიღებთ. და რაც შეეხება აი ამ წუთისთვის მოპოვებულ მედლებს, გვყავს ევროპის ჩემპიონი, 1 ოქროს медаლი უკვე გვაქვს და ეს არის 21 წლის გიორგი სარდალაშვილი. 21 წლის ამაზე აუცილებლად. თუ გაგიკვირდება, რომ აი 21 წლის ბიჭი უკვე ევროპის ჩემპიონია, გეტყვი ანა, რომ 20 წლის იყო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გახსოვს ძალიან კარგად ასაბები და ის სიხარული რაც მოგვიყვება. და მოდი ბევრი რო არ გავაგრძელოთ, პირდაპირ შეგვიძლია ახლა ჩავთოთ გიორგი სარდალაშვილი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და
მას დავუსვათ კითხვები. გიორგი, გამარჯობა, როგორ ხარ პირველ რიგში მითხარი? მადლობა ამ არაჩვეულებრივი მედლისთვის, რომელიც არა მხოლოდ შენია, ჩვენიც არის სრულიად საქართველოს. გიორგი, რა მინდა ეხლა კითხო. ამ ევროპის ჩემპიონატზე შენ გახვედი მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით უკვე. ეს რაღაცა დამატებითი წნეხი ხო არ იყო? იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეხლა მსოფლიოს ჩემპიონი ხარ უკვე და გადიხარ ევროპაზე, იქ ოქროს მედლის გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაგეთვლებოდა. კი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში პირიქით იყო ეს მსოფლიოს ჩემპიონი, რომ გავედი პირიქით. მოწინააღმდეგეებს ეშინიათ მსოფლიოს ჩემპიონების და პლუს ის ემატება, რომ ყველა ეშინია ქართველების და ჩემთვის პირიქით იყო ეს სამოტივაციო. ძალიან კარგი, ძალიან მაგარია და მითხარი თვითონ ეს შეჯიბრი რთული იყო შენთვის თუ ისე რაღაც იოლად მოიგე ევროპა თუ მაქსიმალური მობილიზაცია დაგჭირდა როგორ იყო? ზოგადად სამი დიდი ტურნირი გვაქვს, ერთ-ერთი არის ევროპის ჩემპიონატი და ძალიან რთული არის, მაგრამ რაღაც კარგად ვიყავი მომზადებული და კარგად დავალაგეთ ყველაფერი მწვრთნელებთან ერთად და მარტივად გამოვიდა, მაგრამ რთული შეჯიბრი არის ზოგადად. გასაგებია. ნუ პირველ რიგში იმას ვერაუნით გვერდს, რომ 20 წლის ასაკში გახდი მსოფლიოს ჩემპიონი, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ხარ. ემოცია იგივე გქონდა ეხლაც ამ ევროპის მოგების შემდეგ, რაც შარშან მსოფლიო რომ მოიგე? არა, ალბათ ნახევარიც არ იყო. შარშან მსოფლიო რომ მოიგე, ვერ დავიძინე ამით და. ანუ ეხლა კარგად გეძინა ღამე, ხო? შეეჩვია რა. უკვე შეეჩვია, უკვე ისეთი ამბავია. ამდენს რა უცნაურია გიორგი, რომ შენ უკვე 21 წლის ასაკში მიაღწია იმას, რაც სპორტსმენთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, აი მთელი ცხოვრების ოცნებაა და უმეტესობისთვის მოდი ვთქვათ, რომ მიუღწეველი ოცნებაც. გამოდის, რომ რა დაგჭა, ერთი მიზანი დაგჭა ოლიმპიადა, ხო? კი. კი. მოდი მითხარი, რა ჩემპიონი უნდა გახდე 2028-ში ლოს-ანჯელესში? კი, პარიზში მესამე ადგილისთვის დავმარცხდი და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და 3 წელში აუცილებლად ჩამოვიტან ოქროს მედალი. ხო, მეტი გამოცდილებას გექნება გიორგი 3 წელიწადში. აი პარიზი მინდა გავიხსენო. პარიზში ჩემ მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით იყავი ჩასული ოლიმპიადაზე, მაგრამ მაინც გამოცდილება დაგაკლდა თუ რა დაგაკლდა პარიზში? კი, ძალიან ბევრი ფაქტორი იყო და მივხვდი მე 1-2 თვის მერე და აი ახლა შეჯიბრზე რომ გავედი, უფრო დავრწმუნდი, რამხელა გამოცდილება მომცა ოლიმპიურმა თამაშებმა. ეს ყველაფერი ანუ ეს უკვე დიდი გამოცდილებით წახვალ 3 წელიწადში პარიზში და ბოდიში ლოს-ანჯელესში, მაგრამ იქამდე კიდე გექნება რამდენიმე მსოფლიო და რამდენიმე ევროპა. რას ველოდებით? მუდმივად ველოდებით აწი უკვე შენგან მსოფლიოს და ოლიმპიურ ოქროებს, ევროპის ოქროებს. კი, შემდეგ წელს ევროპის ჩემპიონატი თბილისში ტარდება და ნუ ეს ორმაგი შანსია, ორმაგი мотиваცია და ამავე დროს ორმაგი პასუხისმგებლობაც არის. კი ბატონო, კი. ის რომ 21 წლის ასაკში მოახერხა იყოს მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი, ეს ალბათ мотиваციაზეც მოქმედებს, ხო? და შემართებაზე. და დავამატებ იმას, რომ პირველი, ანუ ქართველი ვარ, ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს ტიტული მოიგო, ორივე ტიტული 21 წლის ასაკში. კარგი გიორგი, გუნდზეც მინდა სხვა ქართველ სპორტსმენებზეც მინდა დაგისვა კითხვა. გუშინ უყურებდი, ძალიან დასანანი იყო ტატო გრიგალაშვილის მარცხი ფინალში. ტატო არის ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და პირველი სპორტსმენი იყო, რომელსაც ჰქონდა შანსი 4 გზის ევროპის ჩემპიონი გამختارიყო და სამწუხაროდ ფინალი დათმო. აი ტატოს ფინალზე რა სიტყვი? ძალიან დასანანი წაგება იყო ჩემი აზრით. კი, ძალიან დასანანი იყო რაღაც მომენტში. გააფრთხილეს ის რუსი მოწინააღმდეგე, მაგრამ მოუხსნეს და ეს საჯებზე არის დამოკიდებული ზოგჯერ როგორ იქცევიან, ზოგჯერ როგორ. ჩემი აზრით, ტატოს უნდა გაემარჯვა. აი საჯების გადაწყვეტილება ახსენე, შენი აზრით იმოქმედა ამ საჯების გადაწყვეტილება ამ ტატოს შედეგზე? ნუ ბოლო წამები იყო უკვე, ბოლო 10 წამი იყო და ეგ არ იმოქმედებდა, მაგრამ შეეძლო საჯებს სხვანაირად წაიყვანათ ეგ შეხვედრა.
კარგი, გიორგი, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო, გისურვო წარმატებები, კიდევ უამრავი ევროპა გაქვს მოსაგები, უამრავი მსოფლიო გაქვს მოსაგები და რაც თავარია ოლიმპიური ჩემპიონობა გაქვს მოსაგები, რასაც ველოდებით უკვე მომდევნო ოლიმპიადაზე 2028-ში ლოს-ანჯელესში. წარმატებები შენ და გულშემატკივრების სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო აი ეს გამარჯვება ევროპის ჩემპიონობა, რომელიც შენ ამ კვირაში მოიპოვე. მადლობა ნახევრის. მადლობა, ნამდვილად წარმოიდგინეთ მადლობა. ბაჭო ანა 20 წლის ასაკში რომ სოფლიოს ჩემპიონი ხარ, უბრალოდ რომ გაიაზრო რაღაც საქმეში, შენ საქმეში ხარ სოფლიოში, აი 7 მილიარდი ადამიანი რო ცხოვრობს პლანეტაზე, ყველაზე მაგარი ხარ აი ამდენ ხალხში უკვე 20 წლის და ასაკში. თან ქართველი რო ხარ და როგორი ამაყები ვართ ქართველები ძალიან სასიამოვნო და სპორტი როგორ ამბავია ეს, გაერთიანებს და რაღაცნაირ ისეთ საერთო ემოციებს გის და მიხარია ძალიან. ანა ეხლა ძალიან ისეთი უცნაური კითხვა უნდა დაგისვა, ძალიან უცნაური კითხვა. კონსპიროლოგიის ამ შეთქმულების თეორიების გჯერა? იცი რა, მე მხოლოდ deep state-ის. იცი რა, არ მჯერა კონსპირაციული თეორიების, უბრალოდ მაინტერესებს რა არის ხოლმე მისი საფუძვლები და ყოველთვის ვიკვლევ ხოლმე ამ საფუძვლებს. წყევლის არ ვიცი, უფრო მეშინია ვიდრე მჯერა. უფრო მეშინია ვიდრე მჯერა, იმიტომ რომ ბევრი φιλმი მაქვს ამ თემის ირგვლივ ნანახი და აქედან გამომდინარე და ბევრი რეალური ამბავიც მაქვს მოსმენილი. მე მაინტერესებს ამ კითხვების მიღმა რა. მიღმა რა იმალება, ხო? ბელა გუტმანის წყევლა თუ გაგიგია? არა. არ გაიგია, ხო? სპორტს ეხება? სპორტზე ყველაზე ცნობილი წყევლაა ფეხბურთის ისტორიაში. ოლია ბებიას წყევლა ხო, ბებიას ძუძუები რო გლოცავენ, არა, ეს სხვა წყევლა, ეს მართალი წყევლაა. ანუ ეს ბელა გუტმანი იყო მწვრთნელი და წვრთნიდა ლისაბონის ბენფიკას. ძველ დროში. ეს იმ დროს, როცა ბენფიკა იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდი. კი, ბელა კაცია, უნგრული სახელია ბელა. და ეს იმ დროს იყო, როდესაც ბენფიკა იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდი, ყველაზე მაგარი გუნდი, რეალის ჰეგემონია დაამხო და ორჯერ ზედიზედ მოაგებინა ბენფიკას ამ ბელა გუტმანმა ჩემპიონთა თასი. აი მეტი რა შეიძლება გააკეთო, ხო? ერთ ფინალში ბარსელონას მოუგო, მეორე ფინალში რეალ მადრიდს მოუგო. აი წარმოუდგენელი შედეგები ჰქონდა და ეს მეორე დრო მოიგო ეს ჩემპიონთა თასი. მივიდა კლუბის დირექტორთან და თუ შეიძლება ხელფასი გამოსაგდეთო და უარი უთხრეს ხელფასის გაზრდაზე კაცმა ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა ზედიზე და გაბრაზდა ეს ბელა გუტმანი და დაწყევლა ბენფიკა. რომ მომდევნო 100 წელიო თქვენო ვერაფერს ვეღარ მოიგებთო და გაიჯახუნა კარი და წავიდა. და როგორ მოხდა? და მაგის მერე, აი ამების მერე, აი სოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე დიდმა გუნდმა ბენფიკამ ყველაფერი წააგო ევროპულ სარბიელზე თუ რამის წაგებაში. ზედიზედ 8ჯერ გავიდა ფინალში. ამის მერე 5ჯერ ითამაშა კიდე ჩემპიონთა თასის ფინალი, 3ჯერ ითამაშა UEFA-ს თასის ფინალი და 8-ვე ფინალი წააგო. და 65 წელი ამასიდან გასული, ან 35 წელი კიდე მოქმედია ეს წყევლა. ეს ნამდვილად წყევლის გამო მოხდა შენი დაკვირვებით თუ გუნდში რაღაც ვერ იყო ეს ყველაფერი? რთული სათქმელია. მე მაინც ადამიანს, რომელიც უფრო რაციონალურად ვუყურებ ხოლმე ყველაფერს, უფრო მგონია, რომ ეს არის საინტერესო დამთხევა. კი ბატონო. შენ როგორ ფიქრობ? მეც მგონია, რომ საინტერესო დამთხევა. კარგი, და ეხლა შემთხვევით ძველი ამბავია და რატომ გავიხსენე ეს? ერთი ასეთი ძალიან საინტერესო დამთხევა მოხდა ამ კვირაში. აბა. და ეს უკავშირდება პაპის გარდაცვალებას. არის ასეთი დაკვირვება, შეგვიძლია აი მონიტორზეც გამოვიტანოთ, არის ასეთი იტალიური გუნდი აველინო. დიდი ვერაფერი გუნდია, ძირითადად სერია B-ში და სერია C-ში თამაშობს, დადის ხან C-შია, ხან B-შია, ესეთი არაფერს დიდ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, მაგრამ არის ასეთი ძალიან უცნაური დაკვირვება. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს აველინო ქვედა ლიგიდან ზედა ლიგაში ადის, პაპი კვდება იმ წელს. და მე ავდგები ახლა და გაჩვენებთ. 58 წლიდან დაიწყო აი ეს ძალიან უცნაური დამთხოვები. სერია D-ში, ანუ მეოთხე ლიგაში თამაშობდა მაშინ აველინო და როდესაც ავიდა 58 სერია C-ში, პაპი პიუს მე-12 გარდაიცვალა იმ წელს. ამ წევლასაც აქვს რაღაც პრეისტორია, არა, არაფერი, უბრალოდ, მოხდა ისე მოხდა. ამის ბუნებრივი ახლა არავინ არ დაკვირვები ამას, ხო, გარდაიცვალა პაპი იმ წელს. მეც მაინტერესებს. შემდეგ ჯერზე უკვე 1005 წლის მერე იმაში ამასობაში ეს ისევ სერია C-დან სერია D-ში დაბრუნდა აველინო და 5 წლის მერე ისევ რომ აღზევდა D-დან C-ლიგაში, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაპი იოანე 23. ნუ არაფერი, ნუ დამთხევაა, ხო, ეხლა ხდება ასეთი დამთხევები, ეხლა ძალიან ბევრი. მაგრამ 1960 ამის შემდეგ ერთხელ მოხდა 73-ში
უკვე C-დან B-ში ავიდა, მაგრამ პაპი არ მომკვდარა და შესაბამისად ჩათვალეს, რომ ესე იგი ეს უბრალოდ რაღაც ორჯერ დამთხოვა მოხდა. მაგრამ მომდევნო ჯერზე, როდესაც სერია B-დან უკვე სერია A-ში ავიდა, იმ წელს ერთდროულად ორი პაპი გარდაიცვალა. ანუ ეს პაპი პავლე მე-6, რომელიც 73 წელს გადაურჩა აველინოს წელო, აი უცნაური რაღაცაა, ხო? გარდაიცვალა 78-ში, როცა უკვე სერიაში გადავიდა და იმავე წელს იოანე პავლე პირველის გარდაიცვალა, ეს ძალიან უცნაური შემთხვევა იყო პაპების ისტორიაში, 33 დღე იყო სულ პაპი. და მოულოდნელად ხო გარდაიცვალა. ამის შემდეგ უკვე ისევ ჩამოვიდა სერიადან სერია B-ში ჩამოვიდა, შემდეგ სერია C-ში ჩამოვიდა აველინო და როდესაც სერია B-ში დაბრუნდა, იმ წელს იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა. შემდეგი ეს მოგზაურობა ლიგიდან ლიგაში ქონდა 2013-ში. ბენედიქტე მე-16 მადლობა, მაშინ არ გარდაცვლა, უბრალოდ იმ წელს პაპობიდან გადადგა გვახსოვს. საოცარი დამხვევა. და ეხლა როდესაც რა მოხდა ეხლა? ეს ამბები ნუ ისე დიდად გავრცელებული არ იყო, მაგრამ როდესაც ეხლა ამ სეზონში სულ რაღაც ერთი კვირის წინ აველინომ მოიგო სერია C და შესაბამისად გაინახდა სერია B-ში ასვლა და ზუსტად აი ამ ფაქტიდან 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა ფრანცისკე და მოხდა ისე რომ სოფლიომ გაიხსენა ეს ამბავი, რომ რაღაც ძალიან უცნაურად ემთხვევაო პაპების გარდაცვალება აველინოს ამ აღზევებას. აი ძალიან უცნაური ამბავია. მე მაინც მგონია რომ ჩამოსვლაზე არა. ჩამოსვლაზე არა. ხო და საინტერესო ის არის რომ რამდენიმე თვის წინ ფრანცისკემ აველინო დალოცა და წარმატებები უსურვა იყო ასეთი ფაქტიც. აი ძალიან უცნაური ნაღვლიანი ისტორია. მე მგონია ნაღვლიანია, მაგრამ ჩემთვის ეს დამთხოვა, ჩემ პირადად, ჩემთვის მე არ მჯერა, იცით ასეთი რაღაცების, მაგრამ როგორც ფაქტი თავისთავად მგონია რომ საინტერესოა. აი ესეთი რაღაცების. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა დღევანდელობას და უფრო დღევანდელ რეალობას. მისტიკას შევეშვათ და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგაში შესაძლოა მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. UEFA-ს აღმასკომი განიხილავს რაღაც ვარიანტებს, როგორი შეიძლება კიდევ ერთხელ შეიცვალოს ჩემპიონთა ლიგის ფორმატი და ამაზე სასაუბროდ სტუმარი მინდა მოვიწვიო კობა ინასარიძე, სარბიელის რედაქტორი და სარბიელის პოდკასტის ძალიან პოპულარული YouTube პოდკასტი. როგორ ხარ კობა? დაჯექი. მოკლედ როგორც ვიცით, ბილდმა დაწერა პირველმა, რომ 30 მაისს მიუნხენში გაიმართება UEFA-ს აღმასკომი, რომელზეც ელოდებიან რაღაც გარკვეულ ცვლილებებს. ხო, აი რომ მოგვიყვე რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დილამშვიდობისა. კი, ნამდვილად ბილდმა გაავრცელა გერმანულმა ეს ინფორმაცია, 30 მაისს აღმასკომი არ იქნება, იქნება სპეციალური კომისიის ხდომა იქნება, რომელიც ზუსტად იმ ცვლილებებს განიხილავს, შესაძლებლობებს, რომელიც მომავალ სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში. და თავარი ცვლილება არის ის, რომ დამატებით რომ მოიხსნება ალბათ. მოიხსნება იმსჯელებენ და თუ მივლენ საერთო აზრამდე მოიხსნება პლეი-ოფების ეტაპიდან, მოიხსნება დამატებით რომ და პირდაპირ დაარტყავენ პენალტებს. თუ ფრედმორჩა მატჩები შედაგარეთ, და პირდაპირ პენალტებზე გადავლენ. ანუ მივდივართ თქვა წლევანდელი სეზონი რო გავიხსენოთ, მანჩესტერი ლიონის ის წარმოუდგენელი სიგიჟე რაც მოხდა ხო, არც ლივერპული, ნაპოლი იქნება და რაღაცა ერთი მხრივ აი ეს სიგიჟეები არ იქნება ეს ხო რაღაცა ხიბს დაკარგავს ამით მე მგონი ფეხბურთია. ამ გადაწყვეტილებით მე უფრო მგონია რომ UEFA ამას ბჭყალებში თავის შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, რადგანაც ახლა ფორმატი გაიზარდა, ხო, 36 გუნდი მონაწილეობს ერთბაშად ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე, ხო? იმას ჯგუფური ეტაპი იყო, მაშინ 36 გუნდი მონაწილეობს, თითოეულ გუნდს 2 თამაშით გაეზარდა ჯგუფურ ეტაპში. ხო და ნუ ისედაც გადატვირთული კალენდრის ფონზე, ნუ ასე ვთქვათ, ფეხბურთელებს უფრთხილდება. ხო, ერთგვარად დასვენების ამოსუნთქვის საშუალებას აძლევენ ფეხბურთელებს, რომ ეს ნახევარ საათიან დატვირთვას უხსნიან. თუმცა აი ჩვენთვის ისევ იგივე ლივერპული, ნაპოლი რო გავიხსენოთ, მანჩესტერი ლიონი რო გავიხსენოთ, ხო, ნუ ახლა ფეხბურთის კომაგისთვის
ნაკლებად თვალსასეირო იქნება ეს ძირითადად დრო და მე პირდაპირ პენალტები დაარტყი. დავანტებით დროს თავისი ეშხია, ხო? ეს აი მომავალი სეზონის რეგულაციები უკვე დამტკიცებულია. და აი 2026-27-დან 26-27-დან იგეგმება. თუმცა მაგაზე ჭობენ ახლა რომ ხო არ შევთვალოთ მომავალი სეზონის რეგლამენტია და შეიძლება მომავალი სეზონიდან. ხო, ბილს მე რო წავიკითხე, ეწერა რომ უკვე მომდევნო სეზონიდან და შეიძლება დამტკიცდეს. სადღაც თებერვალში იქნება UEFA-ს აღმასკომი. ახლა მოგეთ მაისის ბოლოს იმჟელებს სპეციალური კომისია და თავის დასკვნას წარუდგენს აღმასკომს. რომელიც გაიმართება იქეთ შემოდგომით. კიდევ ერთი წესი, რასაც მე პირადად მომწონს და ვემხრობი, არის ის, რომ ალბათ შეიცვლება ის წესი, დაბრუნდება წესი, როდესაც ადრეულ ეტაპებზე ერთი ქვეყნის გუნდები არ ხვდებიან ერთმანეთს. ეგ მესამე ის არის ცვლილება, ასე ვთქვა. პრინციპში ლოგიკურიც არის. ლოგიკურია, ხო, ეხლა მერვედფინალში ორი ის არა ვქვია, ერთი ქვეყნის გუნდი. წელს ქონდა ბრესტი, PSG, ქონდა ბაიერნი, ლევერკუზენი, ქონდა ატლეტიკო, რეალი. და ნუ ეს არის რაღაცა მათ კომერციული ინტერესიც არის მე მგონი ჩადებული. კომერციული არის მთლიანად კომერციაა, ხო? მოდ შევთანხმდეთ და უკვე რახანია მაგას ლაპარაკ, ფეხბურთი არის დიდი ბიზნესი, ძალიან დიდი ბიზნესი. რატო გაზარდეს ახლა ეს რაოდენობა 26-მდე, ხო? თითო გუნდი თამაშობს ორი თამაშით მეც და ახლა 26 ჯერ 2 რამდენია? 50-ზე მეტი თამაში უწევს ჯამში. ლიგის თამაში გამოდის 50-ზე მეტი სეზონში. 50 თამაში ევროპის ჩემპიონატზე არ არის ხოლმე. ხო და ეხლა 50 თამაში სარეკლამო შემოსავლები, მილიონი ტრანსლაციები, წარმოუდგენელი თანხებია. ეხლა აი გამარჯვება ნაპოლის მაგალითი, ნაპოლის მეთქი, PSG-ს მაგალითი ავიღოთ, რადგანაც ყველა საინტერესო PSG-ია, ხო, ჩვენთვის ლიგა რომ მოიგოს, პარიზულმა გუნდმა მიიღებს სადღაც 150 მილიონ ევროს მიიღებს. აი ახლა ორი თამაშია ხო ერთი არსენალი ნახევარფინალში და ნუ ფინალში. შათვალე რომ ერთი წლის ხელფასები გასტუმრებულია. ფეხბურთელებს. არა, ამას პლუს ახლა იმას აღარ ეს ხო ეს მარტო UEFA-დან მიღებული. მარტო UEFA-დან ამას პლუს UEFA-დან ემატება ბოლო წლებში დაგროვილი რეიტინგის თანხები. და იმაზე აღარ ვლაპარაკობთ იქ ბილეთების შემოსავალი, იქ ლუდი გაიყიდება, ჰოთ-დოგი გაიყიდება, რაღაც გაიყიდება. მაისურები, ატრიბუტიკა რაღაცები ფანჩეტებში. ნუ წარმოუდგენელ თანხებზე ადეს, ნუ ეს შემოსავალი. პლუს იქ ფეხბურთელების ინდივიდუალური სარეკლამო. ამიტომ ამბობ, რომ ბიზნესია და ბიზნესია ეგეც რომ მერვედფინალში ერთმანეთს ხლებოდნენ, ეგ იცვლება ახლა. და ალბათ ხო თქვა იგივე ბრესტი PSG ყველაზე მოსაწყენი მერვედფინალი იყო. და ამიტომ ალბათ მომავალი სეზონიდან თუ იმის მომავალი სეზონიდან იქნება უკვე მეოთხედ ფინალი და მერვედფინალში ის იქნება აიგრძალება ერთი ქვეყნის გუნდების შეხვედრა და უკვე მეოთხედ ფინალიდან იქნება შესაძლებელი რომ ერთი ქვეყნის ორი გუნდი შეხვდეს. ხო ეს ის შემთხვევა როდესაც ვეთანხმებით ამ ცვლილებას. ხო ნუ ამას ვეთანხმებით და ხო შემოქმედებს უფრო საინტერესოა. და კიდე მე ერთი ცვლილება ეს ეხება სტუმარ მასპინძელს, ანუ 26 საკუთარი მოედის უპირატესობას. 26 გუნდი მონაწილეობს პირველი ვეული, ასე ვთქვათ, პირველ 8 ადგილზე გასული გუნდს ამბობენ, რომ პრივილეგია უნდა კონდესო დანარჩენთან შედარებით და პლეი-ოფებიდან საფასუხო მატჩების უფლება, თამაშის უფლება შეიარს ეს უპირატესობა და მეოთხედ ფინალზე და ნახევარფინალზე აგერ აი არსენალის მაგალითი მოყავთ, რომ გუნდი მესამე ადგილზე გავიდა ამ საერთო ეტაპზე და რეალთან საფასუხო მატჩი ითამაშა სტუმრად. ნუ რაღაც დიდი არაფერი, მაგრამ მცირე უპირატესობა არის, როცა საფასუხო თამაში შინ თამაშობ. ეგეთი ის და რა ვიცი, ამას მე ვერ ვეთანხმები, იმიტომ ისე ფულთან მივდივართ. იქ პირველ ადგილზე რო გადის და მერვე ადგილზე, მესამეზე, მეოთხეზე გუნდი. იქ ხო თითო მოგებაზე არის 2 მილიონი ევრო. კი, უზარმაზარი თანხა. პრეზე არის 700.000 რაღაცა. შემდეგ ეტაპზე გასვლაზეა წარმოუდგენელი თანხა. PSG-ს მაგალითად ხო? ამ სადღეისოდ PSG-ს აქვს 104 მილიონი გამომუშავებული. გავიდა მე-15 ადგილზე. 16 გუნდში, ხო? და არსენალს ახლა რამდენი ექნება ხა ზუსტად აღარ დამეთვლია, მაგრამ ამას თუ 104 აქვს კი ბატონო. აი ბაიერნს, ინტერს, რომელიც ლივერპულს, პირველ მეორე მესამე, მოკლედ ამ საუკეთესო 8-ში ვინც მოხვდა, იმათ ხო ისედაც აქვს ამ მოგება შესაბამისად მეტი თამაში მოიგეს, ვიდრე PSG-ში. ხო რა, კი ის მე-15-ს გავიდა ეს პირველს. შესაბამისად მეტ თანხაც გამოიმუშავეს.
ხო და პრივილეგია ეხლა 30 და 40 მილიონით მეც რო იღებ. უკვე უზარმაზარი უპირატესობაა, რა თქმა უნდა. მოკლედ და ეგ რას უშლის ხელს, ანუ თქვენი ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ ორ მატჩიან დაპირისპირებაში მეორე მატჩი ვის მოედანზე ჩატარდება. ანუ ითვლება, რომ მეორე მატჩს თუ ატარებს საკუთარ მოედანზე, ეს მცირე უპირატესობას გასცემს. მცირე უპირატესობა, როცა იცი. არა, ეგ კი გავიგე, უბრალოდ თუ კი აიღებს უფრო მეც თავისივე გამომუშავებით, რა პრობლემა არის? ანუ რატო არა, ისედაც იღებს ეს გუნდი სერიოზულ ისედაც ბონუსებს. პრივილეგირებულ ვითარებაშია, იმიტომ რომ ბევრ მილიონს იღებს იმასთან შედარებით. ხო, მაგრამ ეს თავისი მოპოვებულია, ხო? კი, რა თქმა უნდა, თავისი მოპოვებულია. ეს დამატებითი ეს იქნება პრივილეგია, თუ სახში მოუწევს მეორე თანაშეს. ხო, აქ ლაპარაკი მეტ პრივილეგიაზე უბრალოდ და ნუ ეს შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, ხო. მაგრამ თავარი მაინც აქ ამ შემთხვევაში არის აი ეს წესი, პენალტების წესი, რომ იქ უნდა მოიხსნას დამატებითი დრო. ეს არ ვიცი რამდენად კარგია მაყურებლისთვის. ბაჭო, შენ როგორ ფიქრობ? ხო, მე ვფიქრობ იმას, რომ ანუ ალბათ მოყვარულებს უფრო დიდხანს ყურება ურჩევნიათ, მაგრამ ალბათ, როდესაც იცი, რომ დამატებითი დრო გაქვს საბოლოო ჯამში, მაინც ზოგავ თავს და ის ბოლო წუთებში შეიძლება დაზოგო თავი? ბოლო წუთებს ალღარ დაზოგავს ალბათ არც მწვრთნელი თავს, არც ფეხბურთელი და ის რაც დამატებით დროში ტაქტიკური გადანაცვლება დასჭირდება და ბოლო 15 წუთში იზავს. რაღა დაზოგვის თავი აქვს, იქ ლამის დაეცნენ. ისეთი გადაღლები გამოფიტულები არიან. ხო, მაგრამ იმის მერე გამოფიტული თუ კიდე ნახევარი საათი უნდა ითამაშოს, კიდე უფრო გამოიფიტება, ამიტომაც დაზოგავს თავს. მაგრამ ეხლა ბოლო წუთებზე, 120 წუთებზე ისე გიჟებივით დარბიან ხალხს. ნუ აგერ მანჩესტერმა რა ქნა ხო, ბოლო 5 წუთში 3 გოლი გაიტანა მანჩესტერმა. რო ვერ ხვდები, რომ 120 წუთია თუ პირველი წუთია ვერ ხვდები ისეთი ტემპით მიდის, მაგ დროს 120 წუთზეც თამაში წარმოუდგენელია უბრალოდ. ხო, სხვადასხვა ერთი ადრე იყო ლაპარაკი და ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ჩატარდა საქართველოში, სუპერთასი იყო, ქართული სუპერთასი. რეზონანსის უცნაური წესი იყო. ბათუმი დინამო შეხვდნენ და იფიქრეს და თამაშის დაწყებამდე დაარტყეს პენალტები. ჯერ პენალტები თამაში დაიწყო პენალტების დარტყვით მოკლედ. მოიგო ნუ დინამომ და მე დაიწყო ფეხბურთი ჩვეულებრივ 90 წუთი. და ნუ უკვე იცოდნენ წინასწარ რომ თამაში თუ ფრედამთავდებოდა ჩემპიონი ხდებოდა ის გუნდი რომელსაც თამაშის წინ პენალტები უკეთესად დაარტყა. ხო 90-იანებში ჩატარდა ეგეთი ძალიან უცნაური უნიკალური ექსპერიმენტი საქართველოში. სოფლიოს მასშტაბით მგონი არ ჩატარებულა ეგეთი ექსპერიმენტი. რეზონანსის სუპერთასი. კი, სუპერთასი. საქართველოს სუპერთასი. კარგი, ბარემ ისის მითხარი სამ დღეში არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და ხო, სერიოზული თამაშები. არსენალი ბრწყინვალე ფორმაშია, პარიზი რა ვიცი, ჩვენ ცოტა სანერვიულო პერიოდი დადგა. ნუ რა თქმა უნდა, ახლა მთელი საქართველო ხვიჭას და კი, რას ბუნებრივია. კომაგობ და იმედი მაქვს რომ არა, მე არსენალის კომაგებსაც ვიცნობ ბედს. არა, იცნობ, მაგრამ ნუ ახლა ხვიჭას ფაქტორი ცოტა მუშაობს, ხო? მაგრამ ხო, ნუ ცოტა შემაშფოთებელია ბოლო 4 მატჩის შედეგი, რაც არასტაბილური გუნდია. თითქოს ძინავთო მოედანზე ვერ დარბიან, თუ არ დარბიან, არ ვიცი, წვნელმა უკეთიცის, შეიძლება შეგნებულად ზოგავენ ძალებს ამ არსენალთან დიდი მატჩის წინ. მოკლედ ბოლო 4 მატჩიდან 2 წააგო პარი სენ-ჟერმენმა. ერთი ასტონ ვილასთან წააგო ლიგის საპასუხო თამაში და მეორე გუშინ წააგო. რაც იყო სეზონში მისი პირველი საშინაო მატჩი. იყო სეზონში პირველი მატჩი. ამას გარდა ითამაშეს ერთი ფრენამთან, საერთოდ კარში არ დაურტყამთ ისე და ლიაურს მოუგეს გაჭირვებით. მოკლედ 4 თამაშიდან 2 წააგეს, ერთი ფრე, ერთი და არ გავდა ეს აღარ გავდა იმ გუნდს რომელმაც ლივერპული გააგო. აჩრდილი იყო აბსოლუტურად. კიდაც ასტონ ვილასთან საშინაო მატჩის გუნდს არ გავდა საერთოდ. და ამ დროს არსენალი პირიქით დაფრინავს, ახლა არსენალი არის 2 მაგად, 3 მაგად, 100 მაგად მოტივირებული, იმიტომ ბოლო 5-6 სეზონია, ნუ ვერაფერს ვერ იგებს იქ პრემიერ ლიგაში თითქოს ბოლო ტურამდე ეჭიდავება იქ სიტი იქნება, ლივერპული იქნება, ეჭიდავება და ბოლო ტურებში თმობს ამ უპირატესობას და მეორე ადგილზე გადის, მესამე ადგილზე. მოკლედ ტიტული აკლია და წყურია ამ გუნდს. ეს ლუის ენრიკე რაც ხوار მალავს. ბოლოს არის არსენალმა ბოლოს ითამაშა, თუ არ ვცდები 20 წლის წინ 2005 წელს ითამაშა ლიგის ფინალში და ტიერი ანრი რო იყო იმ დროინდელი ფინალია ეგ. მაშინ ითამაშა და
Paris Saint-Germain წინა სეზონში იყო ნახევარფინალში, ეხლაც და მოკლედ ბოლო 5 წელიწადში ორჯერ იყო ფინალში და ნახევარფინალში. და მე იმედი მაქვს, რომ ხო ლუის ენრიკე ხლართავს იქ. აი, მეორე ნახევარფინალში ვის გულშემატკივრობ მითხარი და დავამთავროთ საუბარი. მე არ გულშემატკივრობ არც შენ ვის გულშემატკივრობდი მეოთხე ფინალში გავარდა ის გუნდი. ინტერთან დამარცხდა სამწუხაროდ. და მაინც როგორ ფიქრობ? შენ ფინალი როგორი იქნება? ფინალური წყვილები საყოველთაო პროგნოზით არის ბარსელონა, Paris Saint-Germain და ფავორიტად ითვლება ბარსელონა, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგაა და კვარაცხელია შეუძლია ეგეთ 11 ფეხბურთელი მოატყოს, ავიდეს გაიტანოს გოლი და მოიგოს ესეთი დიდი პრიზი, ხო? და მე მაპატიეს და მგონია რომ ინტერი გავა ფინალში. და ნუ აქეთ Paris Saint-Germain და ბარსელონას უმრავალ რიცხოვანესი ქართველი გულშემატკივრების გაჩვენა უბრალოდ ეგრე მგონია. ხო, ნუ მე უბრალოდ ვამბობ რომ საყოველთაო პროგნოზი ასეთია რომ ბარსელონა Paris Saint-Germain და უღრმესი მადლობა ხალხო. კობა, ძალიან დიდი მადლობა. შვენივრად ავხსენით ყველაფერი. ანა, ბაჩო, აი ეს იყო დღევანდელი სპორტული ამბები. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობები. გიორგი, რეკლამის დრო გვაქვს ახლა ჩვენ ეთერში, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგებრუნდებით. ასევე ძალიან საინტერესო ამბებით, ასე რომ დაგვანოდეთ და არ გადარდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დილა მშვიდობისა ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს ანა ზაკაშვილთან და ბაჩო ქაჯაიასთან ერთად და გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ რომ ჩვენი საყვარელი ხატია შემოგია ევროპაში იმყოფება და სწორედ ხატია მოგვიმზადა საინტერესო ამბები გვამოგზაურებს მადრიდში და მოგცემს რჩევებს იმ ტურისტული ადგილების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თუ ამ ქალაქს ეწვევით. ნახოთ მადრიდის ღირსშესანიშნავი ადგილები. სამოგზაურო დღეების რაოდენობა თქვენთვის მომინდია, თუმცა მე გეტყვით რა არ უნდა გამოტოვოთ, როცა ამ ზღაპრულ ქალაქში ჩამოხვალთ. პირველი რაც აუცილებლად უნდა ნახოთ მადრიდის სამეფო სასახლეა, Palacio Real de Madrid. მადრიდის სამეფო სასახლე ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული და უდიდესი ნაგებობაა, რომელიც შორიდანვე ახდენს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. თუმცა პირველი ეფექტი არაფერია. სასახლის კედლებს კარავაჯოს, გოიას, ველასკესის უნიკალური შემოქმედება ამშვენებს. მადრიდის სამეფო სასახლეში ვენახავთ სტრადივარიუსის ერთ-ერთ სიმებიან კვინტეტს. საპატიო ადგილს იკავებს სამეფო სამლოცველო იგივე La Capilla Real de Madrid, მადრიდის სამეფო სასახლის კომპლექსი, რომელიც შედგება რამოდენიმე შენობის, პარკის და ისტორიული მოედნისგან. Plaza de la Ameria და Almuneda კათედრალი, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული ადგილია. აქვე პატარა რჩევასაც მოგცემთ. უმჯობესია ვიზიტი დაგეგმოთ დილის საათებში, როდესაც საშუალება მოგეცემათ ხალხის დიდ ნაკადს თავი აარიდოთ და ღირსშესანიშნაობას შედარებით მშვიდად დაათვალიეროთ, რადგან წელიწადის ამ სეზონზე მადრიდი საკმაოდ ბევრ ვიზიტორს სტუმრობს. აქვე გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დატვირთული ქალაქი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სწორედ რომ გაზაფხული და შემოდგომაა. ასევე ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტისას არ უნდა გამოგცეთ პრადოს მუზეუმის მონახულება. ეს მუზეუმი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მუზეუმებს შორისაა. პრადოს მუზეუმი მადრიდის ბოტანიკური ბაღის გვერდით მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია არა მხოლოდ ესპანური შემოქმედება, როგორებიცაა გოია, ველასკესი, ელ გრეკო, არამედ ისეთი მხატვრობის ნამუშევრებიც, როგორებიც არიან ტიციანი და ბოსხი. მუზეუმში ნახავთ 400-ზე მეტ სკულპტურას და 6000-ზე მეტ ნახატს. შემდეგ ლოკაციას დედოფალი რეინა სოფიას ხელოვნების ცენტრს გირჩევთ. პომპეზური და ტრადიციული პრადოსგან განსხვავებით, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ხელოვნების ისტორიას მე-20 საუკუნიდან დღემდე. მუზეუმში წარმოდგენილია ავანგარდული მხატვრების ნამუშევრების ვრცელი კოლექცია და ასევე შეგიძლიათ ნახოთ პაბლო პიკასოს ცნობილი გერნიკა. ხელოვნების საოცარი ნიმუშებით თქმობის შემდეგ საუზმის ან ბახშმის დროც დგება. El Perno la Galeta შესანიშნავი ადგილია საამისოდ.
რომ გასაოცარი დიზაინის მქონე რესტორანში უგემრიელესი კერძები და სასმელი დააგემოვნოთ. აქვე გეტყვით, რომ მადრიდი ის ქალაქია, სადაც ნებისმიერი კვების ობიექტი გმასპინძლობთ თბილად, ულამაზეს გარემოში და უგემრიელესი კერძებით. ეს ის ქალაქია, სადაც უყვართ გემრიელად ტკბობა, უყვართ ღამის ცხოვრება და ქალაქი ორშაბათიდან კვირამდე სულ გოგონებს. ასევე ნუ წამოხვალთ მადრიდიდან ამ საოცარი პარკის მონახულების გარეშე პარკ დე რეტირო, რომელიც ძალიან გავს ცენტრალ პარკს და სასიამოვნო დროის გატარება 3 სეზონის განმავლობაშია შესაძლებელი. აქ შეგიძლიათ ისე ირნოთ, მოაწყოთ პიკნიკი ან მოусმინოთ ადგილობრივ მუსიკოსებს. პარკში ასევე შეგიძლიათ ნიჩბოსნობა და მზის ჩასulis ხედით ტკბობა. გირჩევთ პარკიდან გამოსვლისას მონუმენტო ა ალფონსო და პალასიო დე კრისტალის ნახვის გარეშე ნამდვილად პარკს ნუ დატოვებთ. წარმოუდგენელია მადრიდში სეირნობა ორი უდიდესი ქუჩის გრანვიას და სალამანკას გარეშე და ასევე თუ დრო დაგრჩებათ შოპინგისთვისაც არაჩვეულებრივი ქალაქია. თუ გაქვთ რამოდენიმე დღეს, აუცილებლად მოინახულეთ ტოლედო, ესპანეთის უძველესი ქალაქი და რა თქმა უნდა, სატახტო ქალაქი. ფეხბურთის მოყვარულთათვის შეიძლება სანტიაგო ბერნაბეუ სტადიონი სამოგზაურო მარშრუტში პირველ ადგილსაც იკავებდეს, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც მადრიდის რეალი და ბარსა ერთმანეთს ხვდება, თუმცა თამაში ამჟამად ბარსელონაში მიმდინარეობს. თუ კორიდას მოყვარულები ხართ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობაც გეძლევათ და აუცილებლად ნახეთ ფლამენკო და ესწარეთ ამ საოცარ სანახაობას, რომელიც ესპანეთის ტრადიციასთან კიდევ უფრო დაგაახლოვებთ. მე ნამდვილად არ მშურს ჩემი ხატია მუგიასი ახლა მადრიდში რომ აი ამ საოცრებებს ათვალიერებს და ბედნიერად დაკუსკუსებს იქ, ასე რომ მე დიდი სიამოვნებით დაველოდები ჩემს ხატიას რომ მოვიდეს და დაჯდეს თავის ადგილას. საშუალოს მადრიდში არ ვარ ნამყოფი და აუცილებლად გავითვალისწინებ ხატიას იმ რჩევებს, რომლებიც ამ ვიდეოში გაგვიზიარა და ვნახავ იმ ღირს შესანიშნაობებს, რომლებიც სიუჟეტში ვიხილეთ. მედია რომ ვიზა ლიბერალიზაცია იქნება მაგ დროისთვის, როდესაც შენც და მეც მოვინახულებთ მადრიდს და გადავწყვეტთ, რომ ვიმოგზაუროთ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში და ქალაქში. და არა მარტო, რა თქმა უნდა, არა მარტო. ახლა სიუჟეტი უნდა წარმოვადგინოთ. ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედია და სამეცნიერო საზოგადოებამ ერთი ფაქტის გარშემო ალაპარაკდა. ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა და ტექნოლოგიურმა და გენეტიკურმა კომპანიამ Colossal Bioscience-მა გენური ინჟინერიის საშუალებით 10,000 წლის წინ გადაშენებული თეთრი გიგანტური მგლის სახეობა აღადგინა და შედეგად 3 თეთრი ლეკვი რომუსი, რემულუსი და ხალისი დაიბადა. ახლა დაბადებული მგლები 1000 წლეულების წინ ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული და დღეს გადაშენებული საზარელი მგლის გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობებია, რომელთა აღდგენა რუხი მგლის გენომთან მოდიფიკაციის შედეგად მოხერხდა. მათი განცხადებით, ცოტა რთული პროგნოზირებადი არის ეს მგლები ნამდვილად იმ თვისებების და ქცევების მატარებლები იქნებიან თუ არა, რომლებიც თეთრ საზარელ მგელს ახასიათებდა, თუმცა დაკვირვების შედეგად ქვეშ არიან ეს მგლები, აკვირდებიან 800 ჰექტარის ტერიტორიაზე, ფართობის ტერიტორიაზე იზრდებიან მგლები, აკვირდებიან და მოკლედ დრო აჩვენებს ნამდვილად არის თუ არა ეს სახეობა 1000 წლეულების წინ გადაშენებული სახეობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ბევრი გადაშენებული სახეობის აღდგენა არის შესაძლებელი, რომელთა გენეტიკური მასალა არსებობს, რომლებიც მე-20 საუკუნეში გადაშენდნენ, რაც ბუნებრივია დადებითად აისახება ჩვენს ეკოსისტემაზე და როგორ ჩატარდა ეს ექსპერიმენტი, ამას რა თქმა უნდა სიუჟეტიდან ვნახავთ, რომელიც მოგიმზადეთ და ვნახოთ რამდენად რეალური არის ის პროგნოზი, რასაც Colossal Bioscience ავრცელებს. ძალიან საინტერესო ამბავია და მოდი ვნახოთ. Over 10,000 years ago, a howl was lost to time. But today it returns.
10,000 წელზე მეტი ხნის წინ ეს უილი დრომ გააქრო, მაგრამ დღეს ის ბრუნდება. ამ სიტყვებით გააგებინა მსოფლიოს ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Colossal Bioscience-მა პრეისტორიული ხანის ეპოქის მგლის სახეობის აღდგენა და ამის დასტურად თეთრი ლეკვების 3 ფოტო გამოაქვეყნა. Colossal-ი ამტკიცებს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული რუხი მგლები, რემუსი, რომულუსი და ხალისი 1000 წლეულების წინ ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული გიგანტური მგლის სახეობები, საზარელი მგლები არიან. მაყურებელმა მგლის ეს სახეობა სერიალ სამეფო კარის თამაშებიდან გაიცნო. დღეს კი კომპანია Colossal-ში ამბობენ, რომ მათმა გუნდმა საუკუნის წინ გადაშენებული საზარელი მგლის გენომი გაშიფრა და ამ გადაშენებული სახეობის ახლო შთამომავლის რუხი მგლის გენომთან მოდიფიცირების შედეგად გენეტიკურად და ვიზუალურად თითქმის იდენტური სახეობები გამოიყვანა. მგლები 800 ჰექტარის ფართობის ნაკრძალში იზრდებიან, სადაც აკვირდებიან და განსაკუთრებულად უვლიან. ფაქტმა მსოფლიო მედიისა და სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს არის ალბათ გადატრიალება შეიძლება ასე ვთქვათ, განსაკუთრებით კონსერვაციაში და გასთავარი ახლა გარდა იმისა, თქვათ ესეთი საინტერესო ცხოველი აღადგინეს, როგორც საზარელი ხანმგელია, ის გარდაიცვალა შესაძლებელია გამოყენებული იყოს ყველა სახეობაზე, რომელიც გადაშენდა ახლო წარსულში. ესეთი ძალიან ბევრია 21 საუკუნეშიც კი, ჩვენ საუკუნეში რამოდენიმე სახეობა გადაშენდა, რომლის გენეტიკური მასალა არსებობს. ასე რომ აი ამ მეთოდით ამ სახეობების დაბრუნება უკან საერთოდ შესაძლებელია. Colossal Bioscience-ის მეცნიერებმა დღემდე შემორჩენილი მგლის გენომი აღადგინეს. DNM-ი ხელოვნურად შეცვალეს. მიღებული გენეტიკური მასალა რუხი მგლის ბირთგამოცლილ კვერცხუჯრედებში გადაიტანეს და ლაბორატორიულ პირობებში მოამწიფეს. ბოლოს კი მიღებული ემბრიონი სუროგატი ძაღლების საშვილოსნოში მოათავსეს, რის შედეგადაც 3 მგელსაზარა დაიბადა, რომლებიც სამეფო კარის თამაშების ერთგულმა მაყურებელმა სამეფო ტახტზეც მოათავსა. ახლა მთავარი კითხვაა, მორფოლოგიური მსგავსება არის თუ არა საკმარისი არგუმენტი გენეტიკურად მოდიფიცირებული მგლის ლეკვების პრეისტორიულ სახეობად მიჩნევის, თუმცა როგორც განმარტავენ, დრო და დაკვირვება ყველაფერს ცხადს გახდის. თუ გენეტიკურად ავიღებთ და მათ რაც გააკეთეს, ეს არის აბსოლუტურად ის გენომი, რაც ახასიათებდა და მოახდინეს მგლის გენომის მოდიფიკაცია. შეიძლება აბსოლუტურად ითქვას, ზუსტად ითქვას, რომ თქვათ, იგივე სახეობა იქნება, იგივე ქცევა იქნება. თულისად არავინ არ იცის, თქვათ, როგორ კი, მაგალითად ადამიანი მოესწრო საზარელი ან მგლის ხანმგელის არსებობას, მაგრამ არ არსებობს არანაირი წყარო, რა თქმა უნდა, როგორ გამოიყურებოდა ეს მგელი ან რა იყო, ყოველდღიურად არის ზაქრენა, რაც მას განახორციელებს. მაგრამ აი თვითონ ის გენეტიკური მასალიდან ეს აღდგენილი სახეობა იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ ეს იყოს აბსოლუტურად იდენტური სახეობა, რომელიც არის. დებატები მეცნიერთა შორის გრძელდება, თუმცა გენურ ინჟინერიას რომ ეკოსისტემის გადარჩენაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი აქვს, ამაზე თანხმდებიან. ნებისმიერი გადაშენებული სახეობა აქვს უნიკალური როლი ეკოსისტემაში. ძალიან კარგი მაგალითია ჩვენ, როდესაც იელოუსტონის ეროვნულ პარკში მგლები დააბრუნეს და თქვათ, მგლების დაბრუნებამ გამოიწვია ისეთი ცვლილებები ეკოსისტემაში, რომ მდინარეები დაუბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ კალაპად. Colossal-ის მეცნიერები ბეწვიანი მამონტების გადაშენებული სახეობის აღდგენასა და დედამიწაზე დაბრუნებაზეც მუშაობენ. კვლევრებს იმედი აქვთ, რომ გადაშენებული მამონტების აღდგენას მათი უახლოესი ნათესავის, აზიური სპილოს გენეტიკური მოდიფიკაციის გზით შეძლებენ. უშვებენ იმასაც, რომ შეიძლება არაფერი გამოვიდეს, თუმცა გზა და გზა ნასწავლი გაკვეთილები შეიძლება ძლავი ხელსაწყო გახდეს დღეს გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენისთვის. ბაჩო, წარმოგიდგენია, რომ ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძო და ბეწვიანი მამონტი შეგხვდეს სადმე ბუნებაში სეირნობის დროს. ხო, აი ეს შორს წავიდა გენური ინჟინერია და თუ კი რა თქმა უნდა მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენი პლანეტა გადავარჩინოთ ადამიანის მავნე ზემოქმედების ფაქტორებისგან და ვიხსნათ დაღუპვისგან, მე მგონი ძალიან კარგი. როდის იქნებაო შედეგები ამ 2028 წელს გეგმავენ ბეწვიანი მამონტების აღდგენას, ასე რომ ვთქვათ და ნახოთ
საერთოდ გაამართლებს თუ არა ექსპერიმენტი. სხვათა შორის ამ მასშტაბის ექსპერიმენტები ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება, თუმცა ჩვენს ზოოპარკს აქვს ერთი ძალიან კარგი კონსერვაციის პროექტი და უახლოეს მომავალში აი ეს გადაშენების პირას ესე ვთქვათ მყოფი ცხოველები დაბრუნდებიან ბუნებაში. რა მაგარი ამბავია და ამის თვითონ აი ამ რამდენი ხანი უნდა დააკვირდნენ ამ გლებს თვითონ? ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამდენხანს, რომ დრო სჭირდება ჯერ მათ გაზრდას, მათი ქცევაც უნდა იყოს შესაბამისი. თუმცა პარალელურად ამ ბეჭდიან მამონტებზეც იმუშავებენ? კი ბატონო, მაგაზე უკვე მუშაობენ, მანამდე დაიწყეს მუშაობა, ვიდრე ამ პროექტზე დაიწყებდნენ მუშაობას. ხო, ერთი სული მაქვს, როდის დავიხვევ თითზე ბეწვს მამონტისას. მადლობა ანა, შენ ასეთი საინტერესო სიუჟეტის მომზადებისთვის. ვიცი რომ გვანებივრებ ყოველთვის და კიდევ გაგვანებივრებ მსგავსი სიუჟეტებით. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და დასასრულშივე მინდა ვთქვა და სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენს უკანონოდ დაპატიმრებულ პოლიტპატიმრებს. თავისუფლება მზია ამაღლობელს, ასევე სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის რეპრესირებული ნაწამები და ნაცემი, ასევე სოლიდარობა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურებიდან არიან გათავისუფლებულები, იმ ადამიანებს, რომლებიც დაჯარიმებულები არიან და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომლებიც 150 დღეა ურყევად დგანან რუსთაველზე და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს. დღევანდელი ჩვენი გადაცემაც დასასრულს მიუახლოვდა, წარმატებულ შაბათ დღეს გისურვებთ. ჩვენ ხვალამდე დაგემშვიდობებით, ხვალ დილის 9 საათზე დილის ლაივი იქნება ისევ პირდაპირ ეთერში. თქვენ წინ გელოდებათ შუადღე ლაივი, თუმცა მანამდე კიდევ საინფორმაციო გამოშვება. ასე რომ დარჩით ტელეპირველზე. ხვალამდე